საღამომშვიდობისა ყობა მოგესალმები როგორ ხარ? გამარჯობა, გაუმარჯოს საქართველოს ყველა ჩვენთაგანს. მოგესალმები და ეს თვა მოგესალმები არ მიყვარს რა. იმიტომ რომ სალამი ურევია და სალამი არ არის ქართული სიტყვა. სალამ. ამიტომ გამარჯობა და გამარჯვება საღამომშვიდობის და გამარჯვება და მერთი ვახსენოთ ყოველთვის კარგია მისი შემწეობა და წყალობა. ყობა, დღეს ძალიან საინტერესო საღამო გველოდება. მაყურებლისთვის არ მithქვამს ანონსში, მეტწილად დღევანდელ ლაივში საუბარი გვექნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოზე. შენ როგორც პოლიტოლოგი ვცდილობ ხოლმე ყოველთვის როცა ვსტუმრობ, გასაუბრო მთლიან მსოფლიოზე და მსოფლიო პროცესების ზეგავლენა როგორია შემდგომ საქართველოზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმდენი რაღაც მოხდა, მინდა ვისაუბროთ მორალური კრიზისი საზოგადოების. ამაზე უარესი არ შეიძლება უკვე ჩემი აზრით რომ დაგვემართოს, რაც რეალურად საზოგადოებაში ხდება და ამაზე რო არ ვისაუბროთ, ვფიქრობ რომ არ შეიძლება. კითხვა მინდა ესე დავსვა შენთან. რა დამართეს საზოგადოებას 37 წლის განმავლობაში, საიდან მოვედით დღევანდელობამდე. დღევანდელ დღეებში ბოლო პერიოდში რაც მოხდა, ამაზე მე უკვე ცალკე. აქამდე როგორ მოვედით, აი ამ პროცესებით, ჩვენ ხო ვიცით რომ გლობალისტების ხელწერა წლების განმავლობაში მოგვირღვიონ ყოველგვარი მორალური, ღირებული, ტრადიციული, ის რაც ჩვენია, ორგანულია და ამ ყველაფერზე ხშირად უნდა ვისაუბროთ რესპონდენტებთან, ხშირად უნდა ისაუბრონ ღიად ამ ყველაფერზე იმისთვის რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახოს მართლაც რა ხდება, იმიტომ რომ ტელევიზიები, სხვადასხვა პლატფორმები, დაფინანსებული პლატფორმები ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, იმიტომ რომ დაფინანსებლისგან ან საყდური არ მიიღონ, ან საერთოდ არ ჩახსნან რაღაც სხვადასხვა თემებიდან, ხო? ამიტომ როდესაც ვამბობთ რომ ჩვენ დამოუკიდებელი, მე პირადად დამოუკიდებელი ვარ და არავის გავლენის ქვეშ არ მინდა ვიყო, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემთან ისმოდეს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე და ამიტომ უნდა ვისაუბროთ რა იყო 37 წლის განმავლობაში, რამაც დღევანდელ სიგიჟემდე მიგვიყვანა. მორალური ღრევა და კრიზისი რატომ დაეწყო საზოგადოებას? თეკლა, მგონი ჩვენ ამაზე პრინციპში არაერთხელ გვაქვს ნასაუბრები და არც თუ ისე მოკლედ და ორი სიტყვით, არამედ საკმაოდ ვრცლად, მაგრამ ძალიან მოკლედ რო შევაჯამოთ და მოკლედ რო ასე ვთქვათ ჩამოაყალიბოთ რა მოგვიყვანა იქამდე სადაც ვართ, რატომ გვჭირს ის რაც გვჭირს. უნდა ვთქვათ შემდეგი, რომ ბოლო 20 რამდენი წელი დაასახელე, რამდენიც არის რა პრინციპში. 35 ყველა ვარიანტში აი პუჩის მე ახლა პუჩის სხვა სხვა ახსოვთ ვიღაცებს გული დაწყდებათ. ფაქტიურად პუჩის შემდეგ ყველაზე არაუგვიანეს აი და 98-13 წლის შემდეგ საქართველო არის ნეოკოლონიალურ მდგომარეობაში ჩაყენებული და ისე როგორც კოლონიებს ემართებათ, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქვეყნებიც კოლონიალიზირებულნი არიან, ამ კოლონიებში კოლონიალისტები ზრდიან ახალ თაობებს. კოლონიალისტები პირველ ყოვლისა რას იღებენ თავის ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ, ეს არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ეს არის ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი სამოქალაქო სექტორი, მოსკოვში NGO-ების სახით და ეს არის განათლების სისტემა. პროფესორ-მასწავლებლები, ძველი პროფესორ-მასწავლებლების გამოცვლა ახალი განათლებით მათ მიერ აღზრდილი აი ამ მათ მეტროპოლიებში და აი ამ ცოდნის წყალებში სამშობლო ფსევდო-ცოდნის და ასე ვთქვათ უფრო მეტად იდეოლოგიზირებული ყალბით ცნობიერების ჩამოყალიბება ჩვენს ახალგაზრდებში. როგორც ჯავაჰარლალ ნერუმ თქვა, ეს იყო ინდოეთის ინდოელი პოლიტიკოსი და პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებელი ინდოეთისა. არავინ ისეთი დიდი მტერი არ არის საკუთარი ქვეყნისა, როგორც კოლონიალისტების და კოლონიზატორების მიერ აღზრდილი ახალი თაობები. აი აქ დავმარცხდით, აი ამ მომენტში წავაგეთ და აი აქ დაიწყო ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ უბედურების დასაწყისი, როდესაც ჩვენ სადავეები გავუშვით ხელიდან
სადავეები ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, შვილების ჩვენ ტრადიციებზე აღზრდისა, ჩვენი ადათ-წესების და ზოგადად მორალური კოდექსის და მორალური კოდის გადაცემისა ყველაზეა, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ რაღაცა კრიტიკული, რაღაც 20-30% საკმარისია იმ მშობლებისა, რომლებიც ელემენტარულად ან საზღვარგარეთ წავიდა დედა და დედის გარეშე გაზრდილი შვილი არის, ვინ უნდა გაზარდოს ქუჩამ და სასწავლებელმა ინსტიტუტმა, რომელშიც აი ილიაუნის მაგვარი ინსტიტუტი უნივერსიტეტები, სადაც ვიცით ვინ არიან აი ამ ნეოლიბერალიზმის სამჭედლოს ეგრეთ წოდებული პროფესორა. აი პრობლემა ეს არის, რომ აი ამ ვაჟბატონებს, იგივე ილიაუნის პროფესორას, იგივე თქვათ ნიკა გვარამიას, რომელიც აი ახლა გამოდის და იძახის, რომ ასე და ისე თუ აგინდათ რომ ბიშარტყოზე უსემ თავზე გადაგაფსათ, მაშინ ეს სამთავრობა უნდა მოიცილოთ. ეს თავრობა მართა მოსწრებელი, მაგრამ იმ მაგის გამო არა სხვა რამის გამო, იმის გამო რომ აქამდე მიიყვანა საქმე და ის დაუშვა ნიკა და შენ რომ გალაპარაკებს და შენ რომ ხარ კიდე რაღაცა პოლიტიკური ფიგურა, აი მაგათი ბრალი, სწორედ ეს არის ერთმანეთს რომ მაცოცხლებთ, მაგრამ ნუ ხას ალბათ რომ ამაზეც გქონდა საუბარი და მე უფრო შევეხებით, მაგრამ აი ესეთი ვაჟბატონები ფლობენ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ინტელექტუალურ ჰეგემონიას. აი მთავრობის მხრიდანაც და ოცნების მხრიდანაც ნიკა გვარამიას ვერავინ ვერ დაუჯდება დებატებში. კიდევ მიასხლისავს, აქვს მაგისი ცოდნა, განათლება, ინტელექტი. ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო რასადროდიში. ერთადერთი ვისაც შეუძლია დაუჯდეს და გინდა რასადროდიში და გინდა სხვა რამეშია გაუქაჩოს ნიკა გვარამიას, არის კობა კუპრაშვილი. მაგრამ კობა კუპრაშვილის ნაირი ჩვენ მთავრობას ეშინიათ, რომ მაგენის ვერ გამიქაჩავენ მე და აი თვითონ ჩავარდებიათ სულ მდგომარეობაში. აი ამიტომ მაგათ ურჩევნიათ კობა კუპრაშვილის ნაირმა არ ილაპარაკოს საერთოდ არაფერი, არ განიხილოს. და აი გონიათ რომ თვითონ რაღაცას მაინც რაღაც თავის ძალებით მიაღწევენ და იზამენ და რას იზამენ თვითონაც მოდიან აი ამ სავალალო ასე ვთქვათ სიტუაციიდან აი ამ სავალალო კოლონიალისტების მიერ აღზრდილები არიან თვითონაც იგივე ასე ვთქვათ ნეო ლიბერალური პარადიგმიდან ვერ გამოსვლა და ვერც გამოვიდა, იმიტომ რომ დედის თუზუსავით აქვს შეწობილი. იგივე ორგანიზაციებში მუშაობდნენ და იქიდან წამოვიდნენ და ერთი ხელის გამოზრდილები არიან. კი ბატონო, ანუ ერთი მედლის ორი მხარეა, რომელიც ახლა ეს ნაცობა და ქოცობა და ერთის თანმიმდევრად აი საკითხავია, კობა რამდენად არიან მედლის სხვადასხვა მხარე. ჩვენ გვაჩვენებენ საზოგადოებაში. ასე გვაჩვენებენ რაღაც ნომინალურად სხვადასხვა მხარე არის, მაგრამ ასე თუ ისე აი რა არის ეს მხარე რომელიც ახლა ვითომ ცდილობს რომ აი არ დაუშვას რაღაც არეულობები და ეძახს რომ აი ეს ოპოზიცია და ეს ასე ვთქვათ რუსოფობიაზე აი ამ ტალღაზე წამოსული პროვოკაციებით ცდილობენ საქართველოს კიდე რაღაც არევას და შეიძლება უარესობაში ომში და მეორე ფრონტის გახსნასაც და აი ჩვენ ამას უპირისპირდებით. თქვენ ამას როგორ უპირისპირდებით, თუ თქვენ მთელი ამ წლის განმავლობაში აი თქვენი ფინანსებით და თქვენი რძით გამოზარდეთ ეს არა მარტო ეს თაობა და საზოგადოება აი ამ რუსეთის სიძულვილით და ზიზღის იდეოლოგიით. არამედ ერთი ადამიანიც კი რომელმაც ესე იგი თქვა რომ მოდი საჭირო არის რომ რაღაცა უკვე რუსოფობიას ვებრძოლოთ, მეორე დღეს უნდა დაიჭირეთ თქვენ. ოცნებაზე აქვს საუბარი. და ახლა იძახიან რომ აი თურმე რუსოფობია რომ საუბრობენ და ბროტად იყენებენ იმის გამო რომ საქართველოს არიან და აქამდე ვინ მიიყვანა საქმე. ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის თეკლა? ბოლო 20 ეს მაშინ ამოიღეს კობა, როდესაც მათ შეექმნათ რაღაც საფრთხე თორემ მათ შეეხოთ, როდესაც მათ პირადად შეეხოთ. ასე როცა მათ პირადად შეეხოთ, საერთებოდა ყველაფერი სიბინძურე მიიღეს. ყველაფერი იგივე არის, ახლა როდესაც მათ პირადად დაგინებენ, ახლა აქ კანონი მიღებული სანაიამ შეაგინა, მივიდა პოლიცია და წაიყვანა საყურეს ციხეში 14 დღით. და კობა კუპრაშვილის და ახლა გვაგვია ჩვენს გინება აქვს რამდენი კაცუკი და მათხოვარი გვისმენთ არის ჩასაფრებული და მე კი ვიცი რა კომენტარით წამოყვება. თქვენი გინება მოგიბუნდეთ ბუმერანგივით და არავის არ ეშინია მაგის, მაგრამ მასეთ ადამიანმა რო შეგვაქვს ყობა ეგ თუნდაც ზეგავგავას აგინოს ვინმე თუნდაც ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვისი რა თქვა მის მაგათ არ მოეწონებათ, მაშინ სად არის კანონი? კანონი არ უნდა იყოს ყველასთვის ან არავისთვის, უნდა იყოს თანასწორუფლებიანი, ხო? და შენ თუ ესე შექმანი კანონო მარტო შენ და შენ ოჯახს იცავ და თავარია მე არ შემაგინონ და იქ გინდა ნოდარ დუმბაძეს აგინონ, გინდა წმინდა იონას აგინონ და მე გინდა ყველას აგინონ, ხო? მაშინ სწორედ ეს უწყობს აი ეს პრივილეგიები ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან მთელი ხალხის და მთელი ჩვენი მართლა ეროვნული სიწმინდების და საკრალურობის ფეხზე დაგიდება. აი ჯერ იმის კანონი შემოვიღოთ.
ხო არ გაილახებოდა ის ბიჭი ხო ის უნისა თუ რაც ქვია რა კანონიო ყოფილიყო და კანონიო მაგამ ბებამდე სანამ მიდოდე სულიყო დაეჭირათ ის უნიცას ჩაებოდათ 14 დღით სიწმინდეების შებრალვის და განაცხვის გამო და გალახვას მაინც გადაურჩებოდა ხო აი მაგამ ბავშვი ცოტა მაშინ ამას იღებს თავის თავზე სამწუხაროდ ხალხის გარკვეული ნაწილი და აი ამ მიუყავართ საბოლოოდ ამას ლინჩის წესამდე და იგივე მოხდა იმ რუსის ქალის შემთხვევაში თუ უკრაინელი ქალის შემთხვევაში და იგივე ხო მაგამ ბავშვზე ცოტა ღრმად მინდა უფრო საუბარი ეხლა რატომ დავიწყე დასაწყისი 35-37 წლით მე და შენ ამ 35-37 წელში ხა ვისაუბრეთ მხოლოდ რა იყო იქეთა მხარეს მაგრამ ეროვნული ფლანგი რასაც მე ვუყურებ და რასაც ვაკვირდები წლების განმავლობაში ჩემი ბავშვობიდან დღევანდელობამდე მოყოლებული ხო როდესაც ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საკითხი დგება ყოველთვის ახერხებს სპეცსამსახურები იმას რომ წაკიდოს ეს ხალხი ერთმანეთს და დააჭმევინოს ერთმანეთი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთის ჭამის პროცესში ქვეყნის ინტერესი რჩება ჭრდილში და ამ დროს ქვეყნის გაყიდვა მიდის ჩვეულებრივად და აქეთა ფლანგი, როდესაც ეროვნული უნდა იცავდეს ეროვნულს და ღირებულს, ერთმანეთის დაჭმაში სამშობლო ავიწყდებათ რეალურად. არაერთი მაგალითია ამ ყველაფრის. ამაზეც მინდა გავაკეთოთ იცი რატომ? კობა რატომ მინდა ამაზეც დაუბარი იცი? ანუ მე პირადად რაც გამოვცადე ეს ცალკე მაგალითია და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ჩემს თავზე რაც გადავიარე, ეგ საერთოდ სხვა ამბავია, მაგრამ ქვეყანამ რა დაკარგა და ქვეყანა რას კარგავს, ეს უფრო მძიმე არის ჩემთვის მისაღებად, ვიდრე ერთი თეკლა გოგავას ვიღაცამ დაარტყა და რაღაც ნახე, მაგრამ აქ რა მოცემულობაა? ვის და რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეროვნულ ფლანგზე არეულობა და თუ კი ვთქვათ დამოუკიდებელია ეს ეროვნული ფლანგი რატომ უხერხებენ იმას რომ ძმა-ძმას წაკიდონ ნახ ერთ იდეოლოგიაზე როდესაც არის საუბარი ერთ ფლანგზე როდესაც იბრძვიან ადამიანები და მოღალატის სახელი იარლიკის აწებება რომ შეუძლიათ მარტივად ერთმანეთზე ეს ამ ფლანგს მოგვიხერხეს ხო ეროვნულ ფლანგს მოგვიხერხეს თორე ისინი კომფორტულად არიან ერთმანეთთან საქმეზე რომ მიდგება ბუას პრინციპი იქნება თუ აქციები იქნება კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან მაგრამ ეროვნული ფლანგი ახერხებს იმას რომ დაჭამენ ერთმანეთს და აქეთ საქმე საპირწონეთ ქვეყანა იყიდება ქვეყანას აქვს პრობლემები და ესენი ამ დროს აქეთ ერთმანეთს ჭამენ მე არ მინდა მარტო ერთ კონკრეტულზე ვისაუბრო არის გაერთიანებები არის პარტიები არის კონკრეტული ადამიანები და მე ამათაც დავასახელებ და ვიტყვი დღევანდელ ლაივში იმიტომ რომ სიტყვა დამოუკიდებელი ჩემთვის ფასადი არ არის ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ერთ ფლანგზე ვისაუბრო მხოლოდ და აქეთ საპირწონედ ვიღაცა თავზე ხელი გადავუსვა ძალიან დიდი ბოდიში ამას ვერ გავაკეთებ საკუთარ ავტორიტეტს ვერ დავმართებ ამას მაშინ ხო იცახა მაგაზე ასე თქვი ან მე სროდის ეროვნული ფლანგი საჩენ ასე უწოდებ ითქვი ანუ იმის მაგივრად რომ ახლა ზარები და არის ხო და მტერის ტერცინტრის ნამდვილად კარგია მითხარი ეგრე ისევ ჩვენგან მოგსვენო და ჩვენ გავუწეს ხედეკაო ესე ითქვიან არა ყობა ნახე რა კარგია რომ ეგ აზრი მოგივიდა შენ და მე ვიცი რომ ეგ მოხდება მაგრამ მე ამისთვის ძალიან მაგარი პასუხი მაქვს და გეტყვი რა ჯერ ვის რაში დასჭირდა საერთოდ რაში მოაფიქრდა თეკლა გოგავას გაშავება ხო ეს ხო დღეს დაგუშინ არ დაწყებულა ზუსტად იგივე კითხვები გამიჩნდებოდა მეც სხვის მიმართ რაც იმ ადამიანებს გაუჩნდა ჩემ მისამართით რატომ აღარ იწევს ადამიანებს რომელსაც ოჯახის წევრებად მოიხსენიებდა იმ პარტიას აპიარებდა მათზე როგორც ეროვნულზე ისე საუბრობდა ეს იყო კი, მაგრამ გაუჩნდებოდა ამ ხალხს ლოგიკური შეკითხვები, რატომ არა მეც იგივე კითხვა გამიჩნდებოდა, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში როცა დავიწყე ლაივები 24/7-ზე, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს ეს ადამიანები მყავდა ლაივში, მაგრამ ხო ისაოცრებავ 6 თვით ადრე, 6-7 თვის წინ. რო დავიწყე უკვე მეკითხებოდი მოდით ჩემთან ხან რა მიზეზით ბოლოს ისეთ საოცარი მიზეზი მოვისმინე საერთოდ პლატფორმას ამ პლატფორმას სერიოზულად აღარ აღვქვამო ადამიანი რომელიც 24/7-ზე ამ პლატფორმაზე იყო გაოგნებული დავრჩი და უკაცრავად ჯერ ერთი ამ პლატფორმაზე გადის ლაივი მაგრამ იდება Facebook-ზეც იდება YouTube-ზეც შენ საკუთარ მაყურებელს და მსმენელს შენ სამომავლო ამომრჩეველს თუ კი შენ პატივს არცემ ერთი ადამიანიც კი შენთვის მნიშვნელოვანი თუ არ ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვანია როდესაც მისმენს და პატივისცემით განვეწყობი იმ ადამიანის მიმართ ხო
და მით უმეტეს მე არ მაქვს პოლიტიკაზე პრეტენზია, მე არ მაქვს სკამზე პრეტენზია და შენ რო სკამზე გაქვს პრეტენზია და ამ დროს ადამიანების მიმართ პატივისცემა არ გაქვს და მე იმ პლატფორმას გასართობად უყურებ, ეს საერთოდ სხვა ამბავია კიდე ჩემთვის. რაში უნდა დასჭირებოდათ ეს, მაგრამ საზოგადოებისთვის მე არ გამოსუარ და არ მithქოს ხალხო მე ესენი ვარს მეუბნებოდნენ თქო. და იმ ადამიანებს მათ მხარდამჭერებს ლოგიკური კითხვები გაუჩნდათ. გაიყიდა ეს გოგო თუ რატო იწევს ყოველთვის სხვებს და რატო არ ყავს ეს ბიჭები ისევ ეთერში. იმათ ლოგიკური კითხვები გაუჩნდათ. კითხვები რას ნიშნავს? ანუ არაეროვნულებს იცით? ანუ კი, სიტყვა დამოუკიდებელი როდის ხსენდა და როდის ვახსენე, როდესაც ოჯახს როდესაც უწოდებდი ადამიანებს, მეგობრებს უწოდებდი, თანამებრძოლებს უწოდებდი, გადამიარეს, არ დამინდეს მართლა და ეს ბევრმა ნახა, ძალიან ბევრმა ნახე, ვერმა ქვეყანამ ნახა ლამის რა დღეში ჩამაგდეს, ხო? არ მაქვს ამაზეც პრეტენზია და უბრალოდ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ ხდება სიტყვა დამოუკიდებელი ვახსენე თუ არა მაგაზე საერთოდ გადაირივნენ ჯერთი სისტემას ეშინია ზოგადად სიტყვა დამოუკიდებელი იმიტომ დამოუკიდებელი პარტიას აქვს დამოუკიდებელი პარტიას უნდა პარტიის ერთგული ჯარისკაცი მაგრამ რო აღარ დავჭირდი სპეციალურად მეუბნებოდნენ უარს ყობა სპეციალურად მეუბნებოდნენ უარს და საბოლოო ჯამში ხალხმა დამიწყო დარტყმა უი ეს მოღალატეა იმიტომ რომ ამ ბიჭებს არ იწვევს მაგრამ მე არ გამომხტარ ვარ და არ დამიწყია ყვირილი ხალხო ეს ბიჭები არ მოდიან თორე მე ვიწვევ მე ეს არ გამიკეთებია შეგნებულად მაგრამ დარტყმები წამოვიდა ამდენი თვეა ველოდები ყობა მოღალატის იარლიკი რატო ამაკრეს პასუხები მე ჯერ ვერ მივიღებ. ჩემ პირველი ხალხა და გადაცემაში დავწერე ყობა. საჯაროდ დავწერე ლიდერთან რა კრიტერიუმებით შეირჩევა თქვენთან ადამიანი როგორც მოღალატე და მე რომელი კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ ხო და მე ჯერ პასუხი შემდგომ ილია ჭავჭავაძეს ააგრეს მოღალატის იარლიკი და ზვიად გამსახურდიას და რა ვიცი მე ხა ამ მომენტში ნახე რეპუტაცია ისეთი რამეა ყობა ხო იცი ქალბატონი ვარ ეროვნულ ფლანგზე სიტყვა დამოუკიდებელი როგორც კი ვახსენე მაგაზე ხო გადამიარეს საერთოდ ერთი ამბავი ჰქონდათ მაგრამ ამასაც არ ვიზამდი იძულებული რო არ გავეხადე ნინო შეგიძლია ლიდერებს შეეკითხო და მე მიზეზი გავიგე ლიდერებმა არც ერთმა პასუხი არ გამცეს მაგრამ ერთ-ერთი რეგიონის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელმა დედაჩემს გასცა პასუხი და ძალიან საოცარი პასუხი საჯარო სივრცეში კომენტარის სახით. როდესაც ჩვენი აესე გუნდი, ჩვენი ოჯახი ერთა ბავში იყო ეს გოგო ყოველთვის რატომ გახდა დამოუკიდებელი? რატომ დატოვა ოჯახი და რატომ გახდა დამოუკიდებელი? ჯერთი მივხვდი რომ პარტიაში პარტიული დაძმობა სცოდნიათ, იმიტომ რომ ქალი რო გეტყვის, ეხა და ქალი ხარ, მეგობარი ხარ კიდე ხო? კაცი, ქართველი ვაჟკაცი, დაიკოს რო გიწოდებს, მე ესეთ გარემოში გავიზარდე. დაიკო ცოტა სხვა სიტყვაა ჩემთვის, მაგრამ აღმოჩნდი პოლიტიკური დაიკო. დაკვეთა მიიღეს და გადამიარეს ეგრევე. აი, ახლა ეგრევე და კაცმა სიტყვა დამოუკიდებელი ჩამითვალა ხალხად, რას გვალატო მეთონარს. თუ მაგიშოს დამოუკიდებელი პარტიისგან და პარტიას არ უნდა მისგან დამოუკიდებელი, ვინაც მისი მომხრეა და მისი წევრი იყავდა ეს პარტიის. შენ წარმოიდგენ ცხოვრებაში პირველად. კი. აუცილებლად პარტიის წევრი თეკლა. მაშინ არ გამომიცხადებია ყობა დამოუკიდებელი. როდესაც უკვე მოღალატე მიწოდეს და მე ლიდერებს შევეხმიანე პირაჩი და ვთხოვე რომ ძალიან გთხოვთ ამაზე რეაგირება იქონიეთ იმიტომ რომ რატომ უნდა მიწოდოს ხალხმა მოღალატე როდესაც მე თქვენ ხოვდით არაერთხელ მოდით და ამ მიზეზით მამარგინალებს ხალხი თქო. თეკლა მოიცა მსხამზე ეკითხეთ პარტია რა დროს დატოვე რა მომენტში დატოვე პარტია. როდესაც დარტყმები დაიწყეს, შევეხმიანე ლიდერებს და თავმჯდომარეს ვესაუბრე და ვუთხარი რომ დამეხმარე ესეთი სიტუაცია, თუ თქვენ არ თვლით რომ მე მოღალატე ვარ და რაიმეში თქვათ გიღალატეთ, მაშინ სტუმრად მაინც მოდით ხალხი, იმიტომ მეძახის მოღალატეს რომ ჩემთან არ მოდიხართ, მაგრამ მე ხო ამას საჯაროდ არ ვიძახი მეთქი. მე ხო არ ვამბობ საჯაროდ რომ თქვენ არ მოდიხართ და ნუ მათქმევინებთ ხალხის სიმართლეს. ჩემთვის ახლა მე როგორც გავიგი არის რომ მათი უკმაყოფილება წამოვიდა იქიდან რომ შენ იყავი რა პარტიის წევრი ასე ვთქვათ პარალელურად შენი პროფესიული საქმე გამომდინარე ეწეოდი ჟურნალისტს რომელიც მოითხოვს თავისი ესე იგი ვთქვათ პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე მოითხოვს დამოუკიდებლობას და მოითხოვს ასე ვთქვათ მიუკერძოებელ არა ეგ არ ყოფილა მიზეზი არა სხვადასხვა სტუმრების მოწვევა გახდა მიზეზი ყობა რატომ ანუ მომეწვია ჟურნალისტი არა თუ კი ჟურნალისტი არის მართლა თავის პროფესია თული მაშინ მისი პირდაპირ მოვალეობა და მისი ხელით ასე ვთქვათ მისი
ასე ვთქვათ, პროფესია არის ის, რომ მოიწვევს სხვადასხვა წარმომადგენლების სხვადასხვა იდეოლოგიის, სხვადასხვა იდეოლოგიის და მათ ჩამოართვეს ინტერვიუ. თუ კი შენ ასე ვთქვათ, მარტო ერთი ფლანგის და ერთი პარტიის ხალხს ალაპარაკე, მაშინ შენ ჟურნალისტი კი არა ხარ, მაშინ შენ ხარ აი ამ პარტიის აგიტატორი და პროპაგანდისტი, მეტი არაფერი, ხო? ხო და მოხა შენ არ გინდოდა ნახე კობა იბუნებული გავხდი კი და ყოველ მაგრამ უფრო მაგარს ვიყავი მაგათი პროპაგანდისტი შენ ეს ამაზე არ მოაწერე ხელი და მაგიტომ მაგიჯაგდა მაგიტომ დაგარტყეს და მაგიტომ გეჩხუბეს ათუ დახა მაგას როგორც ორჯერული 4-ია კობა უფრო მაგარს ვიყავ ეკლაზე დარტყმა ერთია რა გამიკვირდეს როდესაც 4 ადამიანი ერთ ოთახში ვეღარ ჯდება მე რატომ ვსაუბრობ დღეს ამ ყველაფერს მინდა მაყურებელს ძალიან კარგად იცოდეს. მე არ ვისაუბრებდი ამას შენთან ერთად. უბრალოდ თემას იმიტომ მოყვარ რომ რა დამართეს ეროვნულებს წარსულიდან დღევანდელობამდე. როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი, ერთი თეკლა გოგავა ჭირსაც წაუღია, მე საკუთარ თავზე ხმას არ ამოვიღებდი და არ ვილაპარაკებდი, მაგრამ როდესაც დამოუკიდებელ ადამიანებს ურტყამ ეროვნულ ფლანგზე, მაშინ როდესაც აქეთ საპირწონეთ გააქვს უზარმაზარი პრობლემა არაბიზაცია და ორი არაბული ქალაქი უნდა აშენდეს და ამაზე ბრძოლას აპირებ პოლიტიკური გუნდი და ასეთ დროს ურტყამ დამოუკიდებელი თუ ვინმე ახსენა ყველას უკაცრავად ვის წისქვილზე ასხავ წყალს ვის აწყობს ეს ყველაფერი და მე ეს კითხვები რო არ დავსვა მაშინ ბრმა უნდა ვიყო ან სექტანტი უნდა ვიყო და ვაშაურა დიდება ბიჭებს უნდა მეძახა მხოლოდ და კითხვები დასმა არ ეპატიება დღეს ადამიანებს ეს ესია რატომ ვერ ჯდება 4 ადამიანი ერთ სტუდიაში ესეც თეკლა გოგავას პრობლემაა ესეც ჩემი მოღალატეობიდან მომდინარეობს, როდის იყო კონსერვატიზმი და ეროვნულობა, კონსერვატიზმს არ ვახსენებ, ეროვნულობა ემიჯნებოდა მონარქიულ წყობას, ხო? აქ არ ვლაპარაკობ დღეს მეფე უნდა დაჯდეს, არ დაჯდეს, დღევანდელ ამბავზე არ არის. სამომავლოდ უბრალოდ საუბარი ერთ-ერთმა ლიდერმა წამოწია მონარქიაზე, ქრისტიანულ მონარქიაზე და ამაზე აუმხედრდა. სამი აქეთ საპირწონეთ ლიდერი დახოცეს ერთმანეთი მაშინ როცა სექტემბერში უზარმაზარი აქცია დაანონსებული ერთ სტუდია ხალხს ეუბნებიან რომ ფინანსური პრობლემის გამო ანალიტიკა ვეღარ გავა ეს პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ეს განცხადება ანალიტიკა ვეღარ გავაო ეთერშიო ფინანსური პრობლემის გამო და ამ დროს ეთერში საათი ნახევარი ერთი ადამიანი იჯდება ეთერში თუ 4 ფასი ერთი და იგივე აქვს. ეს ერთი და იგივე სტუდიაში სხვადასხვა დღეს ზიან და ერთმანეთს ესე პასუხობენ ბრახაბრუხი გაუდით და ერთმანეთს ურტყამენ. აქეთ არის და საკუთრად ქართულთა დიდი გაერთიანება არის და გუნდი რომელიც ასე თუ ისე იყავი და შეციცი რა ხდება. მაგას საქმეში არ ჩავერევი და არ გავიგე. არა, მაგაც მე ძალიან ეროვნულ ფანზემა ყობა. გადავედი სხვაზე, გადავედი. ანუ ჩვენ გავიხსენოთ ზოგადად იდეების დონეზე, ვიღაც პიროვნების დონეზე და რაღაცა ბოლონების დონეზე კი არა. ობა ეს ჩემი ამბავი იყო და შენ არ გაგრები და მე უნდა მეკვა, მაგრამ იდეების დონეზე, აი, რას გულისხმობ, როცა ამბობ ეროვნული და ეროვნულობა, ამას რას გულისხმობთ? აი, ჩაომითვალე რაღაცა პუნქტები, რომელიც აი აუცილებლად მოისაზრება, როცა ვინმე არის ეროვნული ან ფლანგი ან პარტია ან ადამიანთა ჯგუფი. დასნიშნავ. თავიდან ბოლომდე ყობა ეროვნული უნდა იყოს აწყობილი. მართლმადიდებლობა, ტრადიცია, კულტურა, აი შენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე მორგებული და არა სხვა ქვეყნის, ხო? ძალიანად ამ ყველაფერს იყოს აწყობილი, ძალიან ბევრი ნაბიჯი. ქვეყანა ერიხო სხვა ხაცნებია. ჩვენი ქართველი ერის გარდა ამ ქვეყანაში არის 1/3 სხვა ეროვნების ადამიანები. სხვა ეროვნების ადამიანები, კი ბატონო. აბა, ჩვენი ეროვნულობა რას ნიშნავს? აი ჩვენ ყავს მაგალითად მუსლიმანი ქართველებიც. კი ბატონო. ეროვნულობა მარტო ჩვენი ამოსავალი? არა, ამოსავალი მხოლოდ ირანის ეროვნული ძალები. ირანშიც არიან ეროვნულები, ხო? კი ბატონო. მაგრამ ისინი არიან მართლმადიდებლები. ანუ მათი ეროვნულობა რაზეა დამაყარებული? თავიანთ სარწმუნოებაზე მე ესოფი. ანუ ესე იგი გამოდის რომ ჩვენ ესე იგი მივდივართ მაინც იმამდე რომ nation state ერთი სახელმწიფო ერთი რელიგია. და ეს ბუნებაში რაღაც ეგ არის მაინც ყობა ჩვენ რეალობაში აღარ არის ესეთი რაღაცა. არ არის და აღარ იქნება ჩვენ რეალობაში რომ საქართველოში იყოს მარტო ეთნიკურად ქართველები და მარტო მართლმადიდებლები. მარტო ამაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ ის ღირებულებები, რაზეც ფუნდამენტურად საუკუნეების განმავლობაში რამაც ჩემი ქვეყანა შემოინახა, როგორც საქართველოს რუკაზე მხოლოდ წერა საქართველოს ხო არ არის ყობა. რამდენი რაღაცა შეიძლება რა ღირებულებებზე ვსაუბრობ. რამდენ რამეს მოიცავს. მარტო ის რომ ესე იგი რა ქვია
ქართველები ვიყოთ, ამართლდებლები ვიყოთ, არასაკმარისი არის ღირებულებების დასახასიათებლად. ელის პატივისცემა, კუთხურობის პატივისცემა. ყველა კუთხის დამახასიათებელი რაც არის, ტრადიციები იქნება ეს თუ რაც იქნება, ხო? ცოტა მცირე ტრადიციების მქონე ქვეყანა ვართ მე მეგობრა. ანუ ტრადიციონალიზმი. მარტო მართლმადიდებლობაზე არ არის აქ საუბარი. კუთხეებში ძალიან ბევრი ტრადიციული დღესასწაული გვაქვს და ის რელიგიასთან და მართლმადიდებლობასთან საერთოდ კავშირში არ არის. ნო, იმისი შენარჩუნება და იმის შემორჩენილია. მაგრამ ამით განვითარდება. ქვეყანას როგორ ავითარებთ ტრადიციები? ობა მარტო განვითარდეს. რაღაცა ისა ლახარი. განვითარდეს, მაგრამ ღირებული არ მოიშალოს. ხო. მე განვითარდეს, მაგრამ ღირებული რაც გაქვს არ მოიშალოს. ამაზე უნდა ის მე შევწოდი რომ როგორც ასე რომ ეროვნული ფლანგი რა არის, მე ვლომდე ვერ ვხედავ საქართველოში. აი ზვიად გამსახურდია. რო ვერ ხედავ მაგას დადო ზუსტად. გამსახურდია ასე რომ თქვა, ჩამოგდების და გაგდების და პუჩის შემდეგ როგორც ასეთი ეროვნული ფლანგი საქართველოში ვთქვათ რომ არ არსებობს იმ გაგებით რომ ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებს. თორე აი პარლამენტში შესული რომელი ძალაა ეროვნული მაგალითად აი ეს ვთქვათ. კარგი რა ეხა ეგ სასაცილოა. არა, ეხლა კი უნდა ხარ. ნახე მე რა თქმა უნდა. გავლენას ახდენს პარლამენტში არჩეული პარტიები. მაგიტომ უნდა მაგალითად აი შენს ყოფილ პარტიას მაგრამ ღია დაცხადებენ ეს ბიჭები, რომ კი ბატონო დიახაც გვინდა პარლამენტში შევიდეთ რომ მეტი გავლენები კონდესო პოლიტიკურ პროცესებზე. ხო და მოგუცით ხმაო, ხო? ხო ეს არის მაგათი გაცხადებული პოლიტიკური მიზანი. თუნდაც 5-6-7% შევიდნენ პარლამენტში. ობა მარტო ეს გუნდი არა ეროვნულ ფლანგზე ქართულთა დიდი გაერთიანება იქნება ეს თუნდაც ეროვნულად ეხლა ნახე ბოლო დღევანდელი დღეების პროცესი ავიღოთ. დიდი გაერთიანება პოლიტიკური პარტია არ არის. არა, სხვა ახე ეროვნულად მოაძებნი ადამიანების გაერთიანება, პარტია გაერთიანება. მე რატო მე ესე იგრა ხელი კი არ მომიწერია წევრიანდები. მო სიტყვა კაცური სიტყვა ხელი ჩამორთმევა, ანუ თუ კი მართლა შედგება დიდი ეროვნული გაერთიანება, ამის იმედით ვარ დიდ ეროვნულ ერთობაში მივიღო მონაწილეობა შევწვლი შევიტანო. არაფერი არ მომეთხოვია, არც ადგილი, არც სკამი, არც პორტფელი. მაგრამ ქართულთა დიდი გაერთიანების მაგრამ ხელში შემცა რაღაცა ზვიადის და მცირე გაერთიანება საბოლოო ჯამში. რომელიც აი რაღაც აი ნახე შენ თვითონ მიხვედი მაგამ ბავშვი, მარტო ეგ არ არის. დღესაც მოხდა რაღაც ყობა. დღესაც მოხდა რაღაც, ნახე, აქეთ საპირწონედ დღეს ეხა მე როგორც ვიცი, ზაზა დავითაია, მამუკა ფიფია, პატა აბულაძე, ეს ადამიანები ძალიან კარგ კომუნიკაციაში იყვნენ ერთმანეთთან, მეგობრობდნენ და ეხა ამათ მათ რაღაცა ქიშკობა დაიწყეს ერთმანეთში. იცი რატო დაიწყეს საუბარი მე კონკრეტულად კონსერვატორებზე იმ პარტიაზე არ მინდოდა საუბარი. უბრალოდ ჩემი ამბავი პირადი მაგალითი იყო და მოვაყოლე და მაგ ამბავში შენი შემოყოლა არც მიფიქრე და არც ვაპირებ. ნახე იმ მაგალითით მოყოლებული ვახსენე ქართულ დიდი გაერთიანებას და ვახსენე ეს ადამიანებიც და რატომ თუ ვინმე არის ეროვნულ ფლანგზე 35-37 წლის განმავლობაში დღევანდელობამდე ახერხებენ იმას რომ ერთმანეთი დაჭამონ დაძიძგნონ გაერთიანებაზე არ მაქვს საუბარი აქეთ საპირწონეთ თუ ვიძახით რომ ამ ხელ არაბიზაციის პრობლემა გვიდგას წინ და ქვეყანაა გადასარჩენი სად დგეხარ ამ დროს ვის რა ქარის წისქვილებს ებრძვი რა ჭიქაში ქარიშხალს ატრიალ ერთი ფუნდამენტის ერთი ღირებულის გარშემო როგორ შეიძლება რომ ვერ გაერთიანდე ხო მეს მიღმა ხო უნდა გაიხედო არა ვერცერთი პარტია ვერ გაიხადოს ლოგიკური კითხვები ხო უნდა დაისვას ყობა ლოგიკური კითხვები მე არ მიმაჩნია რომ პარტიის გზით და პარტიების და არჩევნების და პარტიულობის და დანაწევრების გზით საქართველოს ამეშველება აი მაგალითად რეალურად დღეს რაც ჩანს შენს გითქვამს არაერთხელ ყობა რაც ჩანს აი არავითარ შემთხვევაში ერთი პოლიტიკოსი დამისახელეთ და პოლიტიკური პარტია პოლიტოლოგი ხარ ამდენი წელია შენ პოლიტიკას ქვეყანას მით უმეტეს პულსზე გიჭირავს ხელი ჩვენი ქვეყნის ხო თუ გახსოვს ეროვნულების შემდეგ ზვიადის და კოსტავას შემდეგ თუ გახსოვს ვინმეს ეთქვას აი რაც სისტემა ჩამოყალიბდა იმ პერიოდიდან დღევანდელობამდე რომელიმე პოლიტიკოს ამ სიბინძურეს სისტემას მოვარღვევთ არა ყველას ამ უნდა პარლამენტში შევიდეს და მე იმაზე უკეთ გავაკეთებ და შენს თუ ამ ბინძურ სისტემაში იქნები დამყაყებულ და ჩამპალ ფუნდამენტზე როგორ შეგიძლია და როგორ აპირებ ხარი კედლები ააშენ თეკლა ერთადერთი ვინაც თქვა სათქმელი მის მერე კიდე ქართული სიტყვა და რაღაცა შეეცადა იყო გურამ შარაძე კი ბატონო დღეს
და ყველა ვინაც ამას იტყვის და გააკეთებს იგივე ბედს გაიზიარებს საქართველოში რაც მოვიდა ზრიად გამსახურდიას გურამშარაძეს ილია ჭავჭავაძეს და ასე შემდეგ რა ჩვენ ქვეყანა არის კიდევ ერთხელ ვიმეორე კოლონიალიზებული არის აბსოლუტურად კოლონიალისტი ელიტა და ხალხი ქართველები უბრალოდ ხო ამ ქვეყანაში არის ყველაზე დაბალ დონეზე მდგომი, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებული. თავისი დიდი უმრავლესობით ესე ვთქვათ რა. აი, ვავიღოთ მაგალითად რა გააკეთეს ბრიტანელებმა ინგლისელებმა უბრალოდ ბრიტანელის იმპერიამ ინდოეთში, ხო, როგორც ოსტ ინდოეთის კომპანია იყო და ინდოეთის კოლონიაში შექმნეს როგორი მყიფე მყარი კასტური სისტემა. ყველაზე დაბალი კასტა ხო და მე ვიღაცაზე უფრო მაღალი, შემდეგი და თავში კიდე მართველები უფრო კაი რაღაცებით საგებლობო პრივილეგიებით და თვითონ იყო სულ 500-600 ბრიტანელი ასე ვთქვათ ჩინოვნიკი და მთელი ინდოეთის მას ის უძღვებოდა საქმეთო თვითონ ესე იგი ინდოელთა შიგნით მონახეს ცრუ და ესეთი ფსევდო ელიტები, რომლებიც აკეთებდნენ ასრულებდნენ მათ ხელს და ისინი დააწინაურეს მათ მისცეს პრივილეგიები. ჩვენ შემთხვევაში ხანდახანია ძალიან ხშირადაც ქართველიერი ეთნიკურად და მართლა ქართველიერი არის აი ამ კასტური პირამიდის ქვემოთ ყველაზე დაბალ საფეხურზე აი ამ ქართველიერის ხვედრი რომ დამარცხებული და დამონებული არის დამარცხებული ერის და ეთნოსის ხვედრი არის რა რომ დარჩეს მოსამსახურე და აი მიშამ თულაკი თქვა სინგაპურიზაცია რაც ხდება დღეს საქართველოში არის სინგაპურიზაცია გააგრძელეს ჩვეულებრივად მე ოცნებამ გადაიბარა სისტემა თორე რამე კი არ შეუცვლია ნეოლიბერალურ პარადიგმაში გააგრძელეს სინგაპურიზაციის პროექტი, წარმატებით და ყველაფერი გააგრძელეს, რაც მიშამ დაიწყო აბსოლუტურად. რა იგულისხმება სინგაპურიზაციაში? უცხოელების შემოყვანა, ეს უცხოელები უფრო პრივილეგირებული ხდებიან და არიან, როგორც ჩინელები არიან სინგაპურში, მიიღავთ ბიზნესები და ადგილობრივი სინგაპურელები მომსახურე პერსონალი ძალიან დაბალ დონეზე, მაქსიმუმი. ანუ მაქსიმუმი ქართველი მომსახურე პერსონალი იქ რესტორანში ან სასტუმროში ან კიდე რაღაცა სოფლის მეურნეობაში მაქსიმუმ კიდე თუ გიდაუტოვეს რაღაცა კიდე მადლობა უნდა თქვას. დანარჩენი დავაი წადით ეგრე მეტროპოლიებში და იქ იმუშავთ და იქიდან ფულები აგზავნეთ რომ მე იმ ფულებით ჩვენ აქ გადასახადები ავიღოთ და ჯარიმები ავიღოთ იქ მომატებული ყველაფრის ხო და იმითი ვიცხოვროთ და მილიონები დღეს რო დაუყადაღეს ვიღაცას კი არა იმას კაცო მის იმას რო გადააბარაც მას თუ ახლობელს არიცი ლილუაშვილის ნათესავს გადაღეს მილიონობით რა ვიცი რამდენი უძრავი ქონება ქონია და რამდენი რაღაცა ეს ეგ ეწოდებული ელიტა ზოგი მართლა ესე იგი რა ქვია შუბძან გაწყვეტილი ქართველობა ზოგი გვარგატაკეთებული ვითომ ქართული გვარებით უცხოელები და უცხოელები კი არა ის ჩვენ ახლა ვინიკეთებ და გვარ საქართველოში და რომელი ეთნოსები არიან უფრო პრივილეგირებული საქართველოს ვიდრე ქართველები ხო და აი ამ კასტურ სისტემაში ხო აი მაგალითად აგერო ქართველები ყავს და აგერ სხვები ყავს ქართველების მეზობელი ერი რო არის ერთი და თბილისშიც ბევრი რო ყავს და ჯავახეთშიც სახელსა დავასახელებ მაგრამ აქ ვიცით ყველამ ხო გვარი რო გადაიკეთეს მე რო კიდე მეორეები მაგაც გვარებში შვილზე რო თავდებათ მაგრამ მეორე სამშობლო რო აქვს იქ რა ქვია იმას უფრო წმინდა და უფრო მაღალი და ყველაზე ზემოთ დგომიერი რო არის ხო იმათი წარმომადგენლები და აი ამ პირამიდაში ვარ ჩვენ მოქცეულები აი ეს არის კოლონია საქართველოს. და ახლა ჩვენ ვკითხულობთ საქართველოში აი ამ სისტემაში მართლა რომ ქართველების უზრუნველს რაღაცა მოინდომოს და გაენძს გამოძეს იმას ასუზამენ? თქვით რაღაც უზამენ და ასუშვებიან, ხო? თქვით რა უქნეს? ილია ჭავჭავაძეს რა უქნეს? ჟად გამსახურდიას მერაბ კოსტავას რა უქნეს? გურამ შარაძეს და არა მარტო ამ ღრმად პატივისცემულ ადამიანებს, ხო? ხო და რომელთაც ვერ უქნეს იმათ უკვე საფლავში არასვენებენ და უკვე იმათ ინტელექტუალურ განატოვარსთან მემკვიდრეობას ებრძვიან უკვე სხვა საკითხ, ხო? რომ ისიც გაგვიფარჩაქონ რაც ბოლო სიწმინდეც აღარ შემოგვინახონ, რათა საბოლოოდ ჩაკლან ქართველში ქართველი, ესე რომ ვთქვათ, ხო? და აი ამაზე მიმდინარეობს მთელი ეს მუშაობა ბოლო 35 თუ 37 წლის განმავლობაში და შედეგებით სახეზეა ის, რომელიც არიან სახეზე. ხო? მე კითხვა მაქვს კობა ყველა ეროვნულთან, ვინც ეროვნულად მოიაზრებს თავს. მოსახლეობა მხოლოდ 15%-ია, მასე იქნება საქართველოს რა მასე შეთქვენ თუ გონიათ 30 და 40 წელიწადში 15%-ზე მეტი დარჩებით ქართველები მათ? უკაცრავად და ძალიან დიდი ტიპი დაასახელე მინდა გითხრა. უფრო ახლო მომავალში იქნება ეგ ვიდრე 50 წელი. ნახე როგორი
ვინც ეროვნულად მოიაზრებს საკუთარ თავს, ნახე ის ლიბერალები, ვინც ქუჩაში დგანან, შესაძლოა ისინიც ფიქრობენ, რომ თავად ეროვნულად და ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძვიან. მე ყველა პოლიტიკურ ძალასთან მაქვს ოპოზიციურად განწყობილთან ესეთი კითხვები და კაციშვილი არ ცდილობს ამაზე მიპასუხოს, ხო? თუ კი მართლა ეროვნულად აზროვნებ და გინდა ქვეყნის გადარჩენა, რატომ იბრძვი ლოკალურ პრობლემებს, რატო იღებს ყველა პარტია კონკრეტულ ერთ პრობლემას და არა სათავე რაც არის ამ ყველაფრის, ამ სიმძიმის და ამ ყველაფრის გამომწვევი, ამას რატო არ უთხოვ და რატო არ ებრძვი? აქეთ განათლებაში აყიყინდები, აქეთ ვიღაცამ ქვეყანა დააზიანა და რაღაცაზე აყიყინდები, იქეთ არაბიზაციაზე აყიყინდები, აქეთ პატარ-პატარა რაღაცებზე და რატო ჯამში მთავარი რაც არის, რაც ამ ყველაფერს ეს ჯობია, რატო არ ებრძვი? იმიტომ რომ ამით ქულებს იწერენ. ქულები ჭირდებათ, არა ერთ-ერთი პოლიტიკოსი რაღაცა თამაშობდა ამ სისტემაში მოსული ხარ და შენ ჭირდება ამ თამაშის სათამაშო ჭირდება ქულები, მაშინ შენ ამ ქულებს ვერ დაეწერ ამ სისტემის დანგრევით. შენ თუ უკვე გაურიგდი ამ სისტემასთან, მაშინ თამაშობ შენ ჭირდება რაღაცა შენი ასე ვთქვათ ფსონზე ჩამოსადები ქულები აქვს თვალში არჩევნებში მისატანიშენი ქულები რომ აი ამ სისტემაში შენ ხალხმა გარკვეულმა ძალებმა ხმა მოგწეს მაგრამ ვინაც სისტემას ებრძვის იმას არ მიცემენ ამის საშუალებასაც კი რომ ეს თამაში ამოაყირაოს და სისტემა ამოაყირაოს სისტემა ამიცემს ამის საშუალებას ამიტომ ეს ყველაზე ვისაც საუბრობთ ყველას კარგად ესმის რომ სისტემას ვერ შეცვლიან და არცა ეს მაგათი მიზანი და ამაშია პრობლემა მაგათი მიზანი არის არსებულ სისტემაში თავისთვის საკუთარი თავისთვის ოდნა უფრო პრივილეგირებული ადგილი გამოინახო მზეზე დანარჩენი ხალხი ერი რაღაცა ბლა 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 მაგათთვის უბრალოდ ქულის აწერის თქოს მაგარი სამყარო აი ავიღოთ მაგალითად ავიღოთ აი 90-იან წლებში საქართველოს გარდა დამოუკიდებელი გახდა სხვა მრავალი 14 კიდე საბჭოთა რესპუბლიკა მათ შორის 3 ბალტიისპირეთის ქვეყანა. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. იქ რატომ არ მოხდა პუჩი, იქ რატომ ვერ ჩამოუგდეს პრეზიდენტი, იქ რატომ არ გაიქცა და რატომ ვერ მოუგდეს პრეზიდენტი რუსეთმა, მაგრამ არ მოინდომებდნენ და არ ქონდათ რევანშისტული განწყობები? იმათმა რატო ივარგეს ჩვენზე უფრო? და აი ამას რომ ვეუბნები რომ ჩვენ რაღაცა ქართველებმა და ქართველების გარდა კიდე სხვებმა აქ ისეთი სიტუაცია იყო რომ ვერ ვივარგეთ ჩვენ აი ამის გაგუნება არ უნდა იმიტომ რომ ყველაფერი აწყობილი აქვს იმაზე რომ არა შეუმცდარობის და პაპზე მეტი ბრუნვის პაპობის შეუმცდარობის პრინციპზე ხო და სანამ ჩვენ წასულის და ზოგადად ჩვენ საკუთარ შეცდომებს არ ვაღიარებთ ჩვენ ვერანაირად მომავალის უკეთეს რაღაცა გზას ვერ დავსახავთ რა რომ დავსახოთ არ გამოგვივა იმიტომ რომ იგივე შეცდომებს და იმაზე უარეს დავუშვებთ და დავიღალი ამაზე საუბარით უკვე რა თქმა უნდა მე რამდენად მომბახლა კომენტარში დაგვიწერეს ძალიან კარგი სიმართლის თქმენის აი პირდაპირ სიმართლე წერია ანუ თავად სისტემის აგენტები ხებს ეძახიან ხოლმე მოღალატეებსო ის ვინც სისტემის შელში არ ჯდება და ის ვისაც დამოუკიდებელი ზოგადად რაც სიტყვა არსებობს დამოუკიდებელი სისტემას ეშინია იმიტომ რომ ვერ გააკონტროლებს მის სიტყვას სათქმელს ქმედებას და რასაც ვერ აკონტროლებს საფრთხით აღიქვამ ხო თავისთავად მოდი გადავიდეთ კობა ბოლო დღეების პროცესებზე თითოეულ ამბავზე შენ გქონდა ძალიან მწვავე რეაქცია და შენ სადავად ეს რამეს დავამატებთ რა ამიტომ რომ ძალიან ისეთი კაი რაღაცა თქვი შენ მოღალატე დაარქვეს და ჯვარზე აცვეს უფალი იესო ქრისტე იმ ეთნოსის წარმომადგენელმა რომელიცაც ეგონა და მიაჩნდა რომ მაშიახი ვისაც უწოდებენ ანუ მესია უნდა მოსულიყო მათი ეთნიკურად და ეროვნულად მათი ერთი ერის გადასარჩენად და როცა იესომ ეს იმედები გაუსვა ბჭყალებში აი ამ ხალხს ხო იმის გამო დასაჯესდა აცვეს შუარს კაი გადავიდეთ მასე რაც შენ გასულიყო ძალიან არე ისეთი წარი სიტყვები თქვი რომ არა ფაქტია რა წაიგითხეთ ესა რა ქვია სახარება და რა სიტყვდნენ ფარისევლები რა სიტყვდნენ ებრაელები რა სიტყვდნენ რაბინები რა სიტყვდნენ და იუდეველები რა სიტყვდნენ იესოსგან ნახე სად მინდა ეხა გადავიდეთ ორმაგი სტანდარტები ქვეყანაში ორმაგი სტანდარტში შედის ისიც რომ თავად აგენტები და თავად ვიღაცის ხელის გოგობიჭები სხვას რომ აგენტს უძახიან ეს ცალკე ამბავია მაგრამ ქალის ცემიდან
მერე უკვე ნოდარ დუმბაძეზე შეურაცხყოფის მიმყენებელი ადამიანის ცემამდე. ისინი ვინც ამ ქალის ცემას ეგრეთ წოდებული ბოდიში გაправებას ვიტყვი, ამართლებდნენ და იძახდნენ, მე არ ვიცოდი თუ ძალადობას ეროვნულობა ჰქონდა, მაგრამ ამ ადამიანებში ძალიან ბევრი აღმოჩნდნენ ეგეთი აზროვნების ცოტანი არა და თან ძალიან ბევრი ქალბატონი აღმოჩნდა ეგეთი აზროვნების. კი, ძალადობას ოღონდ რუსი თუ იქნება, რეალურად ეს ქალბატონი უკრაინელი იყო, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა. ეროვნულობა აღმოაჩნდა თურმე ძალადობას. იგივე ადამიანები ამ ბიჭის ცემაზე, რომელმაც ნოდარ დუმბაძე და ეროვნულ ღირებულს ვარ ვიტოვებენ არაფერს, მაგაზე მოგსაუბარი, ამ ადამიანს დახვდა და სცემა გმობთ ძალადობას და მთელი ამბავი ატეხეს ატყდა სოციალებში. ყიყინი რა არის ეს, რას ნიშნავს, რას უნდა ნიშნავდეს, რა გვჭირს? დიაგნოზი მინდა, როგორც პოლიტოლოგმა, დასვი დიაგნოზი რა გვჭირს? გადახურული ვართ, შემოღობილი ვართ. მიხვდები ისი თქვაც მინდა. ნუ თეკლან კარგი არაფერი აქვს დააჭირს ამ საზოგადოებას ფშალებში ამ ჩვენს ქვეყანას და მაშინ ცხოვრებ მოსახლეობას. ერთი რამეა გასათვალისწინებელი. და შენ რაღაცები ჩამოსახელე, მაგრამ კიდე სხვა რაღაცებიც არის, რომელიც აი ამ ბოლო დღეებში, კვირებში და თვეებში მუსირებს და იზრდება და როგორც ზვავი ისე მოდის. და ეს არის სვანეთის კეისია ვიყოთ მაგალითად და იქნა ამოღებული ხო? ცოტა შორდა დავიწყოთ ხო რა. ეს არის დავიწყოთ იმით რა მთელი აი ეს შეხლა შემოხლა ყველა სახის ძალების და ოპოზიციური არა ოპოზიციური ზოგადად ანტირუსულზე და რუსოფობიაზე აგებულის აი ამისი გაღვივება. ეს არ გამოგჩეს სოციალებში გაჩნდა მასიურად ტექსტები კი ყველა პუტინს არ უნდა შევადაროთ ყველა რუსი, მაგრამ ჩემთვის რუსი ოკუპანტია და დაწერეთ ყველა პოსტი რომ არ დავინახოთ ჩვენს ქვეყანაში. ხო და ეს უკვე მასიურად მოედოს სოციალს ეს ტექსტები. ასე შემდეგ მე გახლავთ დაემატა ეს აი ამ ბოლო კეისები ეს ქალის ცემა დამშულება აქ ისე რომ რაერუნების იყო ხო, მაგრამ კაი თქვათ მაგაზეც რა რაერუნების თუ რაენაზე მონაპარაკე იყო. იმ უნისეს ცემა ორმაგი სტანდარტები როგორც ჩვენ თქვი მაგ ორივე ცემასთან მიმართებაში ერთ და იგივე ხალხიდან მომდინარე და საბოლოო ჯამში რა პრინციპში მაგაზე უარესები ახლა ქუჩაში რომ ესე იგი ტაქსში რომ ქალბატონი ზის რაღაც თავისაზე მიდის და მას ტყვია ხვდება ბრმატყვია. ახლა ქვეყანაში მეტი უბედურება რა უნდა დაემართოს ქვეყანას და მეტი რაღაცა სასწაული რაღაცა უნდა მოხდეს ქვეყანაში. რომ იქ ხალხმა თქვას რომ მოიცა გავჩერდეთ აი აქამდე როგორ მივედით. ხალი მიდის ტაქსით საერთოდ არაფერში არ არის და ვიღაცას ხას ესმის და ამას ხდება ტყვია. გადარჩა მაინც მადლობა უმერს, მაგრამ ვიღაცა ვერ გადარჩა, ხო ისეს გამიზნებით ესრულეს. ხო, ანუ ესე იგი ყოველდღიურად მიკვდებიან ახალგაზრდები. ჯერ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია ეს არის. ყველაზე დიდი ტრაგედია ეს არის, რომ ქართველს იმედებს რუსებს და იმას უკრაინაზე არ აქვს საუბარი. ქართველს იმედებს მოსაკლავად არ ვიცი რაღაცა საყოფაცხოვრებო რაღაცეებს რა რომ ვიღაცას დასცინა თუ გაეცინა გაეცინა თუ დაცინა ვერ გავიგე იქ რა მოხდა მე არ ვიყავი და ვერ გავიგე წესიად, მაგრამ რაღაცა საბაბი რაცა უნდა საბაბი ყოფილიყო კაცო რა ამართლებს ახალგაზრდას თუ მithuna გინდა ზოგადად იყოს მკვლელობას. აი ჩვენ ეს სისხლი მოგვდის, აი მის მერე საქართველოში სისხლი ნახო არ შეწყვეტილა. აი 9 აპრილის დაღვრილი ზვარაკაჩეწილ სისხლის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. როდესაც შენ აფუძნებ შენ ქვეყანას სხვებშეწილვაზე და საკრალულ სხვებზე და ამას არ ინანიებ, აი ეს სისხლი ტრიალებს, ეს ცუდვა ტრიალებს და ეს არ გვანებებს თავს. და ამაზე სამწუხაროდ ჩვენი სასულიერო პირებიც თუმან. ქრისტიანული იქნებოდა ამისი თქმა, რომ ხახნო თნიანმა ერმა მოვინანიოთ. ერთმანეთის კულა პუჩი და პუჩის შემდგომი სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა. იქ მიტინგებზე რომ ბავშვები 80 და 90 წლის ბავშვები ჩახოცეს მხედრიუნელებმა, ის სისხლი მოვინანიოთ თელმა ერმა. არ არის ამაზე საუბარი, ხო? არ არის არც ერიდან და არც ბერიდან და რა გვიკვირს მე რომ აი ამ დღეში ვარ და რეალურად 90-იანების დროის დანაშაულები საერთოდ გამოძიებული არ არის. სხვა თუ არაფერი პრეზიდენტის კვლევა არ არის გამოძიებული.
აზე ვლაპარაკობთ. თუ და აი ამ ფუნდამენტზე ვართ და ახლა რაღაც ჩვენ სიმპტომებს ვებრძოლოთ. მე ვახსენე ჰიდრა და მისი ამოზრული თავები რა. ძირი მოჭრი იქათია. სად არის? აი თევზი ყარს და აყროლებას იწყებს თავიდან. თავი რა არის? ახლა ჩვენი სახელმწიფოს თავი არის ხელისუფალი, მთავრობა, პარლამენტი. სისტემა რომელთაც რა გააკეთეს? თელია თუნდა კაი ბოლო 30 წელს დავანებოთ. აი ბოლო 13-14 წელი ავიღოთ. აი ამ დროს განმავლობაში რა გააკეთეს და რა. ყველაფერი ის რაც დავალება მიიღეს ჩვენის დღეს ეს სიტუაცია არ დამდგარიყო და კიდევ უფრო ყოველდღიური ესკალაცია ხდებოდეს იქამდე რომ რამდენი რომელი ახალი პროვოკაცია მოგვიწყონ, რა ახალ პროვოკაციაზე წამოიკიდონ ჩვენი ხალხის ნაწილი თუ მოსახლეობა თუ თუნდაც ინდივიდუმი ერთი და ორი პიროვნება რომ მე იმას რაღაცები მოაყოლონ და მე შექმნან ესეთი ჩვენ განვიხილეთ წინა გვერდს სოფლიო შემდგარი სიტუაცია. ხო და ამ კონტექსტიდან მაინც ახლა მარტო საქართველოს ვერ გავშერდებთ რა. ეს მთლიანი კონტექსტი რა არის, ეკლა რომ სოფლიო ემზადება მესამე სოფლიო ომისათვის. და ყველა შეეცდებოდა მეთქი რომ საქართველოს არიონ დარიონ და ჩაეთრიონ რაღაც საკეთ ამ ომში. ერთი კონკრეტული მხარეს და მეორე მხარეს დაასუსტებლად. ეს უნდა უკრაინასაც, ეს უნდა დიდ ბრიტანეთსაც, რომლის აგენტურა მოქმედებს ახლა საქართველოში და სხვა ქვეყნებისაც აღარ დავასახელებ კიდე ჩვენი კომუნობის თავმჯდომარეობა და ჩვენობით კარგად კიდე იმ ხალხს იმათი ასე ვთქვათ სპეცსამსახურებით ქვეყანაში ქართულად მოაზროვნე სპეცსამსახურების თანამშრომლები ძალიან ცოტა არის. ყველა აი 99% სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები არის. ამას ხო ხედავთ რეალობაში. მე უბედურება რომ ესე ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები ვერ ასრულებენ სათანადო დონეზე შპიონაჟის ასე ვთქვათ პრევენციას და ასე ვთქვათ კონტრსადავზურგო საქმიანობებს, რომ ასეთი მოვლენები და ასეთი ფაქტები აღკვეთონ ძირშივე, რომ არ გამოწვევს დიდი პროვოკაცია და მე აი სწორედ აი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური თუ სხვა სახის ომის წარმოების საბაბი არ მიცეს თუნდაც იგივე რუსეთს, ხო? თორემ ის ცხვირში მომხდარი მუჭი უპირველეს ყოვლისა მოხდა საქართველოს ეკონომიკას უპირველეს ყოვლისა ტურისტულ სეზონს და მოხდა რამდენი ჯავშანი გაუქმდა ამ რამდენიმე დღეს განმავლობაში 10,000 ჯავშანი სუმცერდა და შეიძლება უფრო მეტიც კიდე ყოველდღე უკვე 1000-ობით ჯავშანი და ეს არის ჩვენი ხალხი ვისაც ზოგს ბანკის ვარდი აქვს გადასახდელი ზოგს საერთოდ შეიძლება ჩამოართვალოს თავისი რესტორანი ან სასტუმრო თუ აღარ ჩაუვიდა ტურისტი და 1/3 ჩამოდის რუსეთიდან ხო 1 რამდენი მილიონი იყო 9 მილიონი მარტო შარშან თორსები თუ ვწდები შემისწოროს ფინანსის სტატისტიკები ნუ დიდი ნაწილი რა 30% მაინც 1/3 ვაკვირდები ყველა სეზონის მოსვლაზე მსგავს პროვოკაციები ხან ლაინერ დაფდებიან კვერცხები არის ჯგუფი ვისაც ეს აწყობს რომ შეაცვეთი უბედურება იქნება და აცვეთი გაჭირვება იქნება ქვეყანაში მithmeც ვერ შეაგინოს იმასაც თავრობასაც და იმ ყველა იმას რომ აი უფრო მეტი გულისწყობა გამოიწვევს ხალხს რომ მე სექტემბრისთვის ხალხის მასა დამშეული ხალხის მასა მიმართოს არსებული ხელისუფლების ბრალია იმიტომ ხულიოვნები ვერც პრევენცია ვერ მოხდეს და არც იმუშავს იმ საწინააღმდეგო უმუშავს კაცო იმის მაგალითად რომ აი ვინაც ესე იგი ამართლებდა იმის მუშტი ცხვირში მუშტის იმას მირტყმას ხო ის ხალხი მზად არის აი ამ სასტუმროებს კომპენსაციები გადაუხადოს და ამ რესტორნებს კომპენსაციები გადაუხადოს ვის ახლა ჯავშანი გაუქმდათ გადაუხადეთ მაშინ ბატონო გადაუხადეთ იმიტომ რომ თუ კი თქვენ ამბობთ რომ საერთოდ არ გვინდა რუსეთიდან ტურიზმი იმიტომ რომ ჩვენი მტერი ქვეყანაა კი ბატონო მაშინ ავიღოთ სტანდარტი როგორც აქვს ისრაელს რომელზეც ახლა ისრაელში ძალიან უნდოდეს ირანიდან ვერცერთი ტურისტი ვერ შევა ხო და ასევე ირანში ვერ შევა ისრაელის მოქალაქე ტურისტად ხო და მაშინ გამოაცხადე მაშინ მაგრამ ბიჭო მიშამ გახსნა თქვენმა მიშამ თქვენმა ბილადმა ხო მაშინ რატო არაფერი არ თქვით და სანამ მიშა იყო ბიზნეს მათონ ამამდე ატო არ დაიწყო მათამდე ატო არ უთქით რუსტურის აბა ერთი ვინმეს გაებედათ თქვენთან აი თქვენ რაც აპრავებთ ახლა აპრავებთ და ერთი მიშას დროს გაგებედათ რუსი ნებისმიერი რუსი ტურისტისთვის რაღაცა სახობაცხოვრებო რაღაცა მიწუწვაზე თუ მოწუწვაზე თუნდაც თითის დაკარება ვადიკავკაზში ხდებოდა საბაჟოზე პრეზიდენტი რას ვლაპარაკობთ ვადიკავკაზში საბაჟოზე ხდებოდა პრეზიდენტი არა ის ხდებოდა არა მე სხვა რამეს გეუბნები ლიკა მის დროს რომ ვინმეს ნებისმიერი ტურისტის და მით უმეტეს რუსეთიდან შემოსული ტურისტისთვის თითი დაეკარებია საქართველოში რაღაცის შეურაცხყოფის მოტივით მიშა რას უზამდა უბრალოდ თუნდაც აი ამ ბიჭს აი ამ გიორგის არის ვარია ჭილაძეს მიშა რას უზამდა მიშას დროს რომ მასეს გაეკეთებია ონისე ოქრიაშვილი თუ არა ონისე ოქრიაშვილი არის რა ქვია დუმბაძეს ლუაგინა და დუმბაძეს ლუაგინა სწორედ ესა ბიჭის გიორგის ბოქსერი თუ კარადის რა ძალიან კაი დაყენებული ის ქონდა რა ქვია მარჯვენა პიამოი რა რო თქვა რა კარატეში ამას ქვია ძუკი
ზუკი დარტყმა ასეთი და მე ნახე პატარა შედარებით საშუალო თაობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, გადაცემა კაცები რაღაცა იყო. და რაღაც მაგაზე არ დავწმუნდები რა მე ესე იგი არა ნახე რას ვამბობ ესენი ხო ჩამოყალიბებული ასაკის ადამიანები არიან კობა და რა თქოს მე ამაზეც გქონდათ რეაქცია შეწყდა და გიორგისაც ეწერა ლუჯანიძეს რომ ხარი დაუჭირეს თოდარ დუმბაძის მაგინებელს და გამართლება დაუწყეს და გიორგის ეწერა ლუჯანიძეს 1 საათში 5000-ზე მეტი ემოცია ჰქონდა. სხვა რაღაცა თქოს რომ ისაო პროპაგანდას ალბათ სამთავრობო პროპაგანდას გულისხმობდნენ დღეს რომ უნდა პროპაგანდასო ნოდარ დუმბაძესაც რაღაცებს ამოუგდებდა ისეც რომ დადებდა ბრალსო რაშიო ნახე ბრალდებაზე მეტად ამბიჭის გამართლების სიტუაცია ამართლებდნენ ამბის ნუ ახლა არ ვიცი ხა მე საქართველოს შევა და მე რაც წავიკითხე მას გეუბნები კი ბატონო ნამდვილად შეუძლია პროპაგანდას ამოუგდოს დუმბაძეს და რაღაცები დააბრალოს მაგრამ არ შეუძლია სწორედ ნეოლიბერალურ პროპაგანდას სწორედ ეგრეთ წოდებულ ფაქტ-ჩეკერებს ფაქტ-გიზიათ და სწორედ ეგრეთ წოდებულ NGO-ებს და ნუ ახლა ვინაც არის ხო მაგათი სექტორი აი მათ შეუძლიათ დააბრალონ დუმბაძეს დღევანდელი გადასახედიდან ბევრი ისეთი მიუღებელი რაღაცეები რაც არის რა ვიცი მე ქსენოფობია და რაღაცა ინვალიდების რა ქვია დისკრიმინაცია და რაღაცეები ხო ახლა მაგათი იდეოლოგიიდან გამომდინარე კი ბატონო შეუძლიათ მაგრამ პრობლემა იმაში რომ დუმბაძეში კი არა რომ არის დღევანდელ სისტემაში რომელიც დღევანდელ ფაქტ-ჩეკერებს დღევანდელ ნეოლიბერალებს და ილია ომის მიერ გამოწვეულ სამშობლოს წინააღმდეგ მოღვაწე სამწუხაროდ შეიძლება არც იციან და გულით გონიათ რომ სამშობლოს კაი რამეს საკეთებენ მაგრამ ნუ ახლა კი ვხედავთ შედეგი სახეზეა საერთმიდის ქვეყანა და ეს გზად აძამდე არ მიგიყვას ნამდვილად არ შეიძლება იმას რომ ახლა ეს რა ქვია ძალადობა არის მიუღებელი პრობლემა ქვეყანაში მაშინ იწყება, როდესაც აი ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე და ზოგადად მიღებულ, ასე რომ ვთქვათ, მორალურ და ეთიკურ ნორმებზე იწყება კამათი საზოგადოებაში. აი მაშინ რა არის რაღაცა არის, თეკლა რაღაცა არის, რაც უნდა იყოს ხელშეუხებელი, იქნება გამოდიოდა რომ არის ტაბუ. რომ არ უნდა განიხილებოდეს. აი რო არის ტაბუ რომ ადამიანმა სხვა ადამიანი არ უნდა შეჭამოს კანიბალიზმი აკრძალულია ეს არ უნდა განიხილებოდეს რომ შეიძლება მოშივდა როცა განხილვას ვიწყებთ ეს არის პირველი საფეხური იმ ცნობილ ოვერტონის ფანჯარაში რომელიც მე მიგვიყვანს იმ ნორმამდე რომ ჭამაც მოსულა გამიგე ისევე არის პედოფილია ისევე არის ეპშტეინოლოგია და ყველაფერი მათი მოკვდა ისევე არის ეს ტაბუ რომელიც ყოველთვის იყო და არის ჩვენ საზოგადოებაში რომ კაცმა ქალს ხელი არ უნდა დაარტყა იმ განსაკუთრებული კრიმინალური შემთხვევების გარდა ვიღაციან მაგით ეგეც იმასხნეს იგი ადონის უნდა იყო ადამიანი რომ ამაზე გამოგივს კაი ვიტყვი მაშხანად ვიტყვი რომ გაიგოთ რა ერთმანეთს არაურიოთ ხელის გამეტებით დარტყმა რაჩო ცხვირის მოტეხვის და ასე ვთქვათ ესე იგი დაზიანების ესე ვთქვათ არა მარტო გამოწვევით არამედ შეიძლება მოკლაგიდევაც გამართლებული არის მარტო იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანი სულეთია კაცი იქნება თუ ქალი პირადად ემუქრება შენს ჯანმრთელობას სიცოცხლეს ან შენ გვერდით დგომ ადამიანის უშუალოდ იმ მომენტში ჯანმრთელობას მაგალითად დანით ვიწევს ან რაღაცით ან იარაღით ან თვითონ ურტყამს ისე რომ აღჭობს და უკვე მოკლავს აი ამ შემთხვევაში და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის განმართლებული ფიზიკური ძალის გამოყენება თავდაცვის ან სხვისი სიცოცხლის დაცვის ასე ვთქვათ საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე. თორემ კი არა რომ ობა ნაკაწრი კისერზე არ გინახავს კადრებში. ნახავს ხო ახლა შეიძლება მაგი უნდა დაადგინოს ექსპერტიზა მიიღო თუ არა ეს აი ამ ბიჭის სიცოცხლის ყოფისკენ მიმართული ქმედება და ნაკაწრი კი არა კაცო გამოღადრო ახსენა ვიღაც ამბო ყელს ღადრავდაო აბაო და ნუ ხარ ვიცი რითი ღადრავდა ყელს არ ვიცი დანა ეკავა ხელში სამართებელი თუ მაკრატელი არ ვიცი მაგრამ ხა ქალმა რო გაკაზოს და ჭალით და რაღაც გამწარებულზე რო უტყავდა კლაუ რა გასაკვირიანი მაგრამ ნუ ახლა არ ვიცი ახლა მე თქვენ ქალს იცავდა კი არ ქალს კი არ ვიცოდა უკრაინეს და რუსს კი არ ვიცავ კაცო მე მაქვს საუბარი იმაზე რა და რა შემთხვევაში არის გამართლებული ძალის გამოყენება მით უმეტეს ქალის წინააღმდეგ რა თქვა კაცის წინააღმდეგ როცა კაც ხელს უტყამ რაღაცა სასწაულად უნდა ხომ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს მიუვარდა ეს ნახჩასულანი ბატონო აქ ისიც გასათვალისწინებელია რომ ეს ბიჭი თვითონ მიუვარდა სასტუმროს ნომერში ესენი ხო არ მივარდნიან კაც ხო არ ჩამოსულა ხო და თეკლა ეს არის ცალკე აღებული შემთხვევა ხო ცალკე აღებული შემთხვევა ფაქტი რა ჩვენ ვიცით რა ჩვენ ცალკე აღებულ შემთხვევას კობა საზოგადოებაში ისეთი რეაქციები მოყვამე შოქში ჩავარდი
ხო რა თქმა უნდა კი ბატონო ადამიანები გამართლებას უძებდნენ ამ ყველაფერს და ქართველი ვაჟკაციაო მის ხორცილი და პატარძლის ღირსება დაიცვაო ყობა შოქში თავად კომენტარები ხო კაი მაშინ ესე იგი ცოტა რაღაც განვიხილავ ცლად მაინც ახლა მაგამდე მივედით რა არის საზოგადოება არის საქართველოს არის ადაწესები არის კანონები და ყველა ამ კრიტერიუმებით იქნება ადაწესი იქნება კანონი თუ იქნება ჩვენი რელიგია თუ იქნება ჩვენი მამაპაპის დანაბარები ან ქუჩის წესიც კი რა ქუჩაში ვინაც გაზრდილდა და იმათაც კი იციან რომ არის ესეთი ტაბუ ნუ მანდილოსანი და ქალი ბიოლოგიური ქალი ხელშეუხებელია თუ იმას აქვს საუბარი მე ქალია არა ქალია და ვინ უნდა განიხილოს ბიოლოგიური ქალი ვისი კომპეტენცია არის როდის ეკარგება ქალს ქალობის სტატუსი და როდის შეიძლება მას არაქალი უწოდო რომ მისი დეჰუმანიზაციით მე მოახდინო მე ასე ვთქვათ უკული ცხვით რაღაცეების გაправება მაგალითად მის წინააღმდეგ ძალადობის ხო და ამამდე ცოტა მე მივარ მოგვიანებით რა ილეთებს და ხერხებს იყენებენ აი ამ არაკაცობის გასაправებლად ეს მართლა ძალიან სუდის პრობლემა მინდა ვიხარო ამ კატეგორიის ხალხი რა არის რაღაცა ტაბუ თქვი რომ ესე იგი თუ კი მართლა ვიღაცას არ კლავს იმ მომენტში ხო ქალი არის ხელშეუხებელი და მასე ხელის ამართვა და მით უმეტეს ესე გამეტებით და ესე რომ შეიძლება შემოგაგვდეს ესეთი ტყნევა და ცემა არის ტაბუ მიუღებელი და ვინც ამას არ ღვევს ის იმაზე დისკუსია არ მიმდინარეობს ის არის საზოგადოებიდან გარიყული იმასა და კაცი ხელს აღარ ართვევს მის მერე რა ასე იყო აქამდე რა და ოდესაც აი ეს რაღაც ცალკეული შემთხვევა ხდება და ამ შემთხვევიდან მერე ვიღაცები ცნობენ აი ამ ტაბუს დარღვევას უკვე და დისკუსიაში შემოტანას. სხვა აქ უნდა დავასტოპოთ. სტოპ. ამაზე დისკუსია არ იმართება ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ დავხვდებით რაღაცას, რომელიც არის ტაბუ და რომელიც არის საფუძველი და საძირკველი ჩვენი ეთიკურ-მორალური შენობის, რომელიც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? როცა ჩვენ დავხვდებით ამაზე დისკუსიაზე, ჩვენ უკვე წაგების გზაზე ვდგავართ პირველი ნაბიჯი უკვე პირველი ბრძოლა წავაგეთ რომ შემოიტანეს ოვერტონის ფანჯრის პრინციპი დისკუსიაშიც რაც არ არის სადისკუსიო ეს არის უბედურება ნუ პრინციპში ბევრი იმ ვთქვათ სასარგებლო იდიოტის უბედურება ვინაც ესე იგი ძალადობა და ქალის წინააღმდეგ ძალადობა რაღაცა მომენტში გაამართლა რაღაცა თავისი ფსევდო არგუმენტებით ვერ ხვდება რომ ხვალდაზე იგივე არგუმენტებით მიუბრუნდებიან მათ უკვე სხვა მოძალადეები და ეთქვიან რომ ხომ საფექტის მდგომარეობაში ვარ. ამანაც თავზე განმომაფსა. პირდაპირ ან ირიბიდან რაღაცა ისეთი სიმბოლური მნიშვნელობით, ხო? გამომიყვანა წყობილებიდან და მე ის ბიჭი რო გაილახა ისონისე, ხო? იმის გამლახავებსაც აქვს ჩვენი არგუმენტი, ხო? თქვენ მიეცით. ახლა რო უცხადებთ აქ იმას სოლიდარობასთან ხალხას თქვენ მიეცით არგუმენტი ან აი ამ ქალის გალახვის გაправებით ან დუმილით. რომ დუმილით გაეცემა უფალი რა, არაფერი რო არ თქვით იმაზე რომ როცა ერთი ტაბუ დაირღვა. იმიტომ რომ აქ რა ხდებოდა, იცი? გალახვით ბევრჯერ გალახურა საქართველოში კინაკაცი, კინაქალი და ბევრის დაუჭერდა და ბევრის დაურჩიათ, მაგრამ არასოდეს დღემდე და გუშინდელ დღემდე არასოდეს საზოგადოებაში არ დაწყებულა დისკუსია, რომ ის ძალადობა და ის ქალის გალახვა გამართლებული ხომ არ იყო რაღაცა სახით. ხო, იყო ასეთი რაღაცა აქამდე მე მახსოვს რაღაც. ამაზეა საუბარი, როცა დისკურსში შემოგაქდა გამართლებას და გაправებას იწყება აი ამ ასეთი არაკაცური ქმედების, რაც ქვია, ქალის გალახვა ვინც უნდა იყოს, საიდანაც უნდა იყოს, რაინაც უნდა ლაპარაკობდეს და შენ ჭკუაში ქარს უწოდებთ თუ არა ქარს, მაგის უფლებებზე მკიდია მე მაგალითად, ხო? შენ არ ახარ მაგისი მსაჯული, შენ არავინ არ დაგამწესა. გამოსამართლეთ და არანაირი ბიოლოგიის კომპეტენციაც არ გაქვს ქალი და არაქალი განსხვავება ერთმანეთისგან. ხო, მაგას განსხვავებს სასამართლო საბოლოო ჯამში, ხო? და როდესაც ჩვენ ხედავთ ფაქტს, ხო? ავიდა კაცი პირველი სართულიდან მეორე სართულზე, შევიდა სხვის სივრცეში, ოთახში რომელიც სხვას ქონდა ნაკირავები, სასტუმროს თუმას ქონდა. მირე, ხო, ნაყიდი იმ დროის განმავლობაში ამ თავის სახში იყოფებოდა მართლა ასე ვთქვათ. იურიდიულად ის თავის სახში იყოფებოდა. ეს სახის ხვებიდან არაო შენ ახარ შენ სახში, ჩემ სახში ხარ. არც იურიდიულად ხარ. შენ მოწახვიდე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ნებისმიერ ქართველმა, გინდა ქალმა, გინდა კაცმა. გადაიხადო ფული არაც თუ მცირე და იქირაო. და დაჯავო სასტუმროში შეხვიდე, გადახდილი გაქვს ფული და გინდა მოსვენება. და შენ ვიღაცამ ხვევიდან იდი ნახუიზე გაგინოს და ყველა და კიდე რაღაცა ხო და ამაკიდან არ გამოხვიდე და ხაივანზე არ გამოიხედო და საერთოდ მოკვდი და შიდა პატიმრობაში იყავი და მე კიდე ამოგივარდე შემოგივარდე სახში და შენ სახში არ ახარო გიძახოს როგორ ახარ შენ სახში თუ კი შეფული გადაიხადე თუნდაც იმ 3 დღის განმავლობაში ხო მე იურიდიულად აქტზე ვსვავ ამ შემთხვევაში არის იურიდიული მხარე რომ ადამიანმა იქირავა
ახლა ადამიანი არ არის კიდევ ვიღაცები თქვენ ხო დეჰუმანიზაციას მიაწვევია რომ ფაშისტური რაღაცები გაამართლონ თავისი ფაშისტური იდეოლოგიით რომ ვიღაც არ არის ადამიანი ამიტომ შეიძლება მოექცევი როგორც ცხოველს ექცევი მაგრამ ფაქტია ჩვენ დავინახეთ რომ შეუვარდა მის სივრცეში მის ოთახში რაც უკვე ესა დარღვევა იურიდიული დარღვევა და მე დაარტყა ხელი ისა ჩვენ ნაციონალს რომ დაინახა ეს არის რაც ფაქტი არის ეს არის რომ დაარტყა მუშტი და ამისი გამოწვევი მიზეზები რა იყო ის კაცი რამ გამოიყვანა მდგომარეობიდან წყობილებიდან ეს ყველაფერი არის მე ბელეტრისტიკა ეს ყველაფერი არის სხვა წინ რა მიიყვანა აქამდე რაც არანაირად არ ამართლებს და ვერ გაამართლებს თავად ამ ძალადობის ფაქტს ქალის გალახვის და მასზე გამეტებით მუჭის ცხვირში დარტყმის რამაც გამოიწვია რაც თუ ისე მსუბუქი დაზიანება როგორც საქმეში წერილობენ ძალიან მსუბუქი დაზიანების გამო არის დაკავებული და გამოუშვეს 500 არიან გირაოთი ხო ხოდა კომენტარებს იმათი შეიძლება ჩვენ არ გამოვიწყოთ შეიძლება მართლა უკრაინის საქმე ყოფილი უკრაინელი თუ წარმოშობით უკრაინელი რუსეთში გადასული ჩვენ რა ვიცით რამდენი თავისი აგენტი შეაგზავნონ უკრაინამ რუსეთში მერე საქმეების გასაკეთებლად სიტყვაზე ხო ვიცით ჩვენ და ყველას გავაკონტროლებთ ან რუსეთი რამდენ აკეთს გამოგიგზავნის ან უკრაინა რამდენ აგენტს შემოგიგზავნის ობა სანამ აქამდე გადახვალ კომენტარებს მინდა რა მივაქციოთ ყურადღება მე ამ ამბავში როგორი შეგრძნება გამიჩნდა იცი როცა ეს ფაქტი მოხდა და ვიდეო აიტვირთა სოციალებში ჩემთანაც და უამრავის გვერდებზე მოიცა ერთ რაღაცა უნდა დავასტოპო რა 7 მიყვარხარ მიყვარს არ ვიცი ჩემო ძვირფასო მაგრამ ჩადი თუ შენი კომენტარი არა მანდ მინდა ყველა გადმოაფშენ ახლა რაც მოგება აი გადმოფსის ფაქტი დამიდევით. გობა, ყველა იმ ქორწილში იყო ისეთი კომენტარები იწერებოდა, მე ესეთი შეგრძნება გამიჩნდა და პლუს მაგას ვინ ჩაუტარა ექსპერტიზა ადამიანები ყვებიან რომ შამპანი დაბადების დღე იყო აღნიშნავდნენ შამპანიური ჯერთი მოყვითალო სითხეა შამპანიური ვინც არიცის ეს იმათთვის გასაგონად ვიძახით გახსნა შამპანიური შხეფები გადმოესხა საუბარი არის ესე და გამოიწვია არის შამპანიური გადმოისხა უკაცრავად ექსპერტიზა ვინ ჩაუტარა იმის პისტოლეტით მეასყურეს ვიღაცას რომ ყურადღება მიექციათ რომ ბიჭები მოეწონა და უნდა რაღაცა კონტარი არც მაგას არ გამოურისხავ არის მართლა ვიღაცების აგენტები იყვენ და მიზანმართული პროვოკაცია გამოიწვიეს რომ უნდათ მართლა რომ გალახული იყვნენ რომ ვიდეო გაავრცელებიათ მაგარი მილიონობით ნახვაც მიენახათ და საქართველოს გადაემტერებიათ რუსეთთან შეიძლება ეს იყო მაგათ მიზანი და გამოუვიდათ მაშინ ეს მითوارეს თუ კითხვის პროვოკაციას ეგები მაგრამ აი შენ ვამბობ რომ გადააფსეს თავზე ფაქტი და ამიდა თორე ჩვენ რაზე ვსაუბრობთ რა რის საფუძველზე განვიხილავთ საქმეს ხალხო რის საფუძველზე ამბობ რომ გადააფსეს და იქ იყო შარდი 7 მიყვარხა და სხვები კიდე 1000 არის შენნარი ვიდაც ესე იგი ისე აქვს ესე იგი ამოჩემული გადააფსეს ვინ დაადგინა რომელმა ასე ვთქვათ სასამართლომ რომელმა ექიმმა თუ ვინ არის სადუ ლაბორატორიამ რომელმა ლაბორატორიამ დაადგინა დამიდეთ ან თუნდაც ერთი ვიდეო დადეთ სანაც ეს ფიქსირდება განმოსვაგიათ თუნდაც განმოფურთხება სადაც ფიქსირდება ეს დამიდევით რომ იქიდან გამომდინარე ვიმშოროთ მე რაში იყვნენ ესენი დამნაშავეები ნუ ხა რაღაცაში რომ დამნაშავეები იყვნენ ბაზარი არა რაღაცაში რომ პროვოკაციები მოაწყვეს ბაზარი არა მაგრამ მე ჩვენ იქამდე მივიდივართ რომ ვიღაცა რომ რაღაცა პროვოკაციებს აწყობს რამდენად პროპორციული არის იმისი სასიკვდილოდ გამეტება გალახვა და ცემა ობა ყველაფერი ჯანმრთელობას კაცისგან ქალზე ესეთი ფორმით ხელის დარტყმა პროვოკაცია რომც იყოს ან რომც არ იყოს მნიშვნელობა არ აქვს ახლა პასუხობს მიყვარხარ 7-ის წე არა აქვს მნიშვნელობა რა გადმოასხეს ქორწილი რო ჩაგიშალო მნიშვნელობა აქვს თუ კი მნიშვნელობა არ აქვს მიყვარხარ ჭალებში მაშინ მოშვენის გააზრება უჭირთ ობა ტყუილებზე არ უნდა ტყუილებზე და ყალფაქტებზე არ უნდა დაიწყო შენ და არ უნდა ააგდო ემოციური ფონი არ უნდა შემოუტანო ამ გადაფსმით და ამ გადაფურთხებით მნიშვნელობა აქვს იქ წყალი და შამპანიური შეიძლება სხვანაირად განვიხილოთ მაშინ თუ მართლა წყალი და შამპანიური იყო და ეგეც დასადგენია კი ბატონო არ ქონდათ უფლება რომ ქორწილი ჩაეშალათ მაგრამ ქორწილის ჩაშლისთვის წყლის და შამპანიურის გადმოსხმის გზით ქორწილის ჩაშლისთვის ადამიანს ნებისმიერს გინდა ქალს გინდა კაცს და მით უმეტეს ქალს მოსაკლავად და ცხვირს ამწვრად არ იმეტებენ ნორმალური ცივილიზებული და შემდგარი საზოგადოება და მე კიდე ამ ძალადობას არ აპარავებენ შამპანურის წვეთებით თუ წყლის წვეთებით თუ თუნდაც შარდის წვეთებით თუ თუნდაც შარდის წვეთებით ეს არის აბსოლუტური ფსკერი ეს არის აბსოლუტური ფაშიზმი რომ მე კიდე ვიღაცები ძახიან რომ ხა უკრაინის მოღალატე რუსი რო იყო იმიტომ და რაღაცა და მართლა
მაგის საერთოდ არ მაინტერესებს. ეს არის აბსოლუტური ფსკერი, როდესაც ადამიანს იმის მაგივრად რომ სახელმწიფოში მიღებული სამართლებრივი გზებით აგებინო პასუხს აგებინებ ლინჩის წესით, ურტყამ, ქოლავ, აქვესკნელებ, ქვებით ლამის ჩაქოლოთ ყველა მთელმა საზოგადოებამ და მე იძახით რომ ქრისტიანები ვართ. ქრისტიანობაში უფალმა იესომ აქვე მას წყლის შესხვაზე კი არა კაცო მემბრუშე ქალი მიუყვანეს და გვიწერიაო აგერ ჩვენ იმაში ვარ აგერ რა თორა დაუდეს ჩვენს ასე ვთქვათ კანონში გვიწერია რომ ასეთები უნდა მოკლათ მემბრუშეები ვინაც უღალატა ქმარს და ღალატობს ქმარს იმაზე შეუსწარით და გვიწერია რომ ასეთები უნდა ქვებით ჩავქოლოთ და შენ ასე თქვია რა უთხრა უქნა იესო ქრისტე ვინც უცოდველია თქვენ შორის პირველი ქვა იმანესრულად ხო აი ჩვენ როცა რაღაც საკითხებს განვიხილავთ მე ჩემ თავს ყოველთვის უსვამ შეკითხვას აი ამ შეკითხვაზე იესო ქრისტე რა პასუხს გასცემდა აი ამ სიტუაციაში უფალი იესო რას მოიმოქმედებდა და რას გვეტყოდა თქვენ უსვამთ თქვენ თავს ასეთ შეკითხვებს აი იმ მემბრუშე ქალზე უფრო უარესი რამე გააკეთა იმ რუსის ქალმა ვინაც შეიძლება მართლა ვიღაცას სიტყვიერი შევაწყვა მიაყენა შეიძლება მართლა ვიღაცას რაღაცა სიტყე შეაბგურა ნეფსით თუ უნებლიეთ იმაზე მეტად შეეხო სიწმინდეებს როგორც მემბრუშე რომელიც იმ პერიოდში ეხებოდა მართლა ებრაული და ისრაელის თემის ყველაზე წმინდას და მოსეს კანონში ეწერათ მისი ჩაქოლვა იმას მიუტევა და აპატია უფალმა უნდა ჩაეკოლათ თქვენ ასაკეთებთ ცი თქვენ ქოლავთ აი ამ უკრაინელ თუ რუს ქალს ქოლავთ ქვებით და მზად იყავით ბევრი რომ ის გაკეთება თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე ვარისის ღირსია უნდა მოეკლა ის ორიც უნდა მიეყოლებია თქვენი კომენტარებია ახ დააკლდა ყობა დააკლდა ეს თქვენი სიზღი და სული საიდან მოდის ახლა ჩაიხედეთ თქვენ გულებში საიდან მოდის ეს თქვენი სიზღი და სული ერთი კონკრეტული ნაციის მიმართ და არა მარტო ერთ კონკრეტულ ზოგადად სლავი ქალების მიმართ იქნება უკრაინელი თუ რუსი თუ ბელარუსი თქვენს უფლებებზე კიდიათ მაგი განსაკუთრებით იმათგან ვინაც თვითონ შეიძლება ხანდახან სწორედ აი ამ სლავი ქალების კონკურენციის გამო რჩებით მშრალზე და ამ თქვენ გულში ჩაიხედეთ ეს სიზღის საიდან მოდის მაგრამ სიმართლის მოსმენა მწარია მაგრამ საჭირო არის ხანდახან რომ სიმართლე ადამიანმა საკესავით ჩაგახედოს შიგნით რომ შენ გულში ჩაიხედო თორე ობა სასტუმროს ადმინისტრაციაზე არავინ ამახვილებდა თან ყურადღებას რას მიკეთებდა ასეთ დროს როგორ რაღაცა იცი ესე სასტუმრო ადმინისტრაციაში შენ მართლა ყველაფერი ვერ მოაგვაროს რა ის რაც მოხდა მაგ სასტუმროში თეკლა ეს საქართველოში გუშინ თუ არა და დღეს თუ არა ხვალ მაინც მოხდებოდა კიდე მოხდება და ამაზე მე ნალაპარაკები მაქვს და თქვენ მაქვს ის საზოგადოება და ის ქვეყანა სადაც კულტივირება ხდება ქსენოფობიის და ერთი კონკრეტული ერის სისხლი და სიძულვის მიუხედავად იმისა რა საბუძველი აქვს ამ სისხლს მიუხედავად იმისა რამდენად გამართლებულია ის თულად ეს სიძულვილი მე ვცხოვრობ ამ სიძულვილის შედეგებზე და მტრის ხატის ასე ვთქვათ როცა ერში არის ჩაბუდებული მტრის ხატი ის როგორ მოქმედებს შენზე როგორც თქვა მამარდაშვილმა მე და მამარდაშვილმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კარგად მომისმენთ მტრის ხატი არის დამანგრეველი ფსიქოლოგიური ხატი და ძალა რომელიც მის მფლობელს არღვევს შიგნიდან ანუ ვისაც აქვს კულტივირებული მტრის ხატი ის ფსიქოლოგიურად იშლება საბოლოო ჯამში და ვინც ზიზღზე და სიძულვილზე იზრდება ხო რაც არ უნდა გამართლება კონდეს ამ ზის და სიძულვის საბოლოო ჯამში შიგნიდან გამოხრავს მას ეს სიზღი და სიძულვილი და კარგს არაფერს არ მოუტანს საქართველოში ბოლო 30 წელზე მეტია კულტივირება ხდება დედის რძით და ბავშვების ასაკიდან ერთი კონკრეტული ერის და ეთნოსის რუსი ეთნოსის სიძულვილი რუსოფობია მე ანტირუსიზმი ანტისემიტიზმის მსგავსად ანტირუსიზმი დავარქვი მე და აი ეს არის ის საფუძველი და ეს არის ის წყარო და ის მიზეზი რის გამოც როგორც მე ვთქვი ასეთი და მსგავსი ფაქტი გარდაუვალი იყო ყველა ვარიანტში მოხდებოდა იმიტომ რომ ამ გია ჭილაძის მაგვარი და მსგავსი იდეოლოგი და სიძულვილი დაღწილი ძალიან ბევრი ყავს ჩვენ და ეს არ ეხება მარტო აკაცუკებს ეს ხდება უფრო ფართო ქართული ის უფრო ფართო საზოგადოებას და ადამიანი ვინაც დროზე თქვა რომ ეს არის დამღუპველი და ჩვენ უსუბობია დაგუპავს გულბათ ცხილაძე მეორე დროს დაიჭირა ხელისუფლებამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყველაზე მთავარი აი ამ საქმეში რაც მოხდა და მოცდილობს ახლა ყობახიძე ვიღაცებს აგენტებს და
ჩანერგილებს გადააბრუნოს ამისი გაბუქება და ამისი ასე ვთქვათ გამოყენება საქართველოს სიტუაციის ასარება და რუსეთთან სიტუაციის დასაწყებად. ამას რა თქმა უნდა გამოიყენებდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილი მსურველები, მაგრამ თავრობის და ხელისუფლების დანიშნულება სწორედ ეს რომ პრევენცია დროულად მოახდინოს და უბრალოდ ყოვლისა ინტელექტუალურ დონეზე გაუწიოს სპაიკლი. ახლა ასაც მე ვაკეთებ მაგალითად, ხო? აი ესეთი სახის ინტელექტუალური მსჯელობით, რომ საერთოდ გაებათილებინა მაგათი არგუმენტაცია და ფსევდო და ხშირად ყალბი არგუმენტაცია, ყალბ ფაქტებზე დაყრდნობილი, დაფსმაზე და დაჯმაზე დაყრდნობილი ეს ყალბ ფაქტებზე მაქვს საუბარი, რომ აქ სხვა რო ეგ რა სადადოს იყენებენ იცი თეკლა, როდესაც რეალობიდან გამომდინარე და იმ მართლა გადაცდომიდან გამომდინარე, შეიძლება მართლა იქა იყო რა სითხის დაღვრა თუ გადმოღვრა თუ შამპანურის გახსნა და იქიდან შეფების გადმოღვრა, ხო? აი, რო დაინახავს თვითონ რომ ეს არ ყოფნის ქალის ცემის გაправებას, დაიწყეს რაღაცების მოფიქრება და დამატება. და მე შეთხსეს აი ეს ისტორიები გადაფურთხებაზე, შარდის გადმოფსმაზე, ბოდიში ამ სიტყვაზე რა, მაგრამ მაგათი ისაა ციტატები და ქართველი სიწმინდეების შებრალვაზე. და ფაქტი დღემდე ამდენი დღე გავიდა ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დავინახე, მე მზადა ვარ და არც გამიკვირდება და ნამდვილად არ ვიცავ, არც არავის არ დავიცავ, ვინაც ქართულ სიწმინდეებს შებრალავს, მაგრამ ფაქტი დაიდო შენ კონკრეტულად იმ ქალებმა რა სიწმინდე შებრალეს. რა სიწმინდე შებრალეს კონკრეტულად. კონკრეტულად რა გადმოაფურთხეს თუ გადმოაფსეს თუ კონკრეტულად რა გინება, რომელიც მაგინებლის თვალ გამოიყენეს. ხო, ვიდეოები ხო დაიდო იმათ მხრიდან სამათ მხრიდან, ხო? ამათი მხრიდან დადებულ ვიდეოებში ეს უძახის რომ შენ ახლა შეძახის და შეეთრიე მანდო და ხმა ჩაიკმინდეო, ანუ შეურაცხყოფის მხრიდან გვესმის და ვის მხრიდან დავინახე ჩვენ ვიდეოებიდან შეურაცხყოფა. ქვევიდან ხო მეინახეების მხრიდან. ამათივე დადებულ ვიდეოებში დავინახე მე პირადად და სხვემაც ვიდაც ყურებ დახშული არა გაქვს, მეინახეების მხრიდან უფრო მეტი გაცილებით შეურაცხყოფები ვიდრე იქიდან იყო მარტო ჩაგუშალესო ყობა და იმ ადამიანების ინტერესში არ უნდა შესულიყო არანაირად ამ ქორწილზე ზრუნვა ჩაეშლებოდა თუ არ ჩაეშლებოდა და თვითონ რა გააკეთეს იმისთვის რომ ეს ქორწილი არ ჩაშლილიყო. არა შეიძლება ჩაუშალე, მე არ ვიცი, შეიძლება მათი მიზანი იქიდან იმ ქალების იყო რომ ქორწილი მე უფრო მგონია რომ პირიქით ამათი ხელშეწყობა რა მოხდა. მე ესე დავინახე რომ უნდა თავიდან კაი რაღაცა ყურადღება მიეყოთ რომ იქნება ვიღაცამ დავპატიჟოსო, კაი ქართველი ლამაზი ბიჭები არიანო და სამი ასე რომ ვთქვა უპატრონო და მოიფიქრეს ქვებოდან გინება ქალებზე და შეეთრიეთ კუხნაშიო. ეს მაგათ საქმე ხა არავის არა აქვს ვალდებულება ვინც არ უნდა იყოს არნოლების კაცი არ უნდა იყოს სხვა არავის არ აქვს ვალდებულება გინდა თუ არა ჩამოიპატიჟო შენ ქორწილში ხო მაგრამ უნდა გალახო ამის გამო კაცო და წვიმ უნდა ჩამოტრიო თუ კი ესე იგი დაპატიჟება არ გინდა ახლა რაზეა საუბარი იქ რომ მაგალითად ფრანგი გერმანელი ან ამერიკელი მანდილოსნები ყოფილიყვნენ დაუძახებდნენ მაშინ fuck you და რაღაცეებს სიტყვაზე აი რაღაცა როლი მაინც ხო ითამაშა ამათმა ანტირუსულმა განწყობებმა ხო იმ სიტუაციაში რაც მოხდა ხო ეს ხო უდაუარი ენა იყო შუაში თუ არ იყო მაგი მეორე ხარისხოვანია მაგრამ ის რაც მოხდა ხო ამაში ხო ეს როლი ითამაშა იქედან მესმოდა მე იმ ქალის ნაძახი რომ დავაიწე აბსურდი თხოვნა იყო მოდი განვიხილოთ რა გადმოაცხა რა გამოგვისხია უარყოფა იმის რომ რაღაცა გადმოასხეს შეიძლება იტყუებოდა რაღაც არ გამოვრიცხავ მაგრამ იმათი მხრიდან საგინებელი სიტყვა მე არ გამიგონია იმ ვიდეოებში რომელიც იმ ქალებმა დადეს რომელიც ამ კაცებმა აქეთ ამხარემ დადო ხო და რის საფუძველზე აი თქვენ თქვენს აი აკაცუკებო თქვენს არგუმენტაციას რა ფაქტობრივ საფუძველზე ამყარებთ თქვენ მოფიქრებულ რაღაცებზე ზაპრებზე მე მაგაზე ვიმშელოთ რომ შეიძლება მართლა გადმოაფსა შეიძლება მართლა გადმოაფურთხეს და შეიძლება მანამდე დღევანდელ საზოგადოებაში ბრალდება შეიძლება მართლა შევაწვა მიაღწია შეიძლება მართლა პროვოკაცია მოახდინეს მაგრამ შენ პასუხისმგებელი ხარ შენ საქციელზე გაცოდა იმას უნდა აგებიო პასუხი მის საქციელზე ჯერ უნდა დაიწყო ამის დოკუმენტირება მტკიცებულება რა დააშავეს და მე იქიდან გამომდინარე პროპორციული ზომები, ესე ვთქვათ, იურიდიულად ვთქვათ, აი ამის აღმოსაფხვრად რომ შენი ქორწილი არ ჩაიშალოს და სამართალდამცავების გამოძახება თუ კი შენ ვეღარ აგვარებს და თუ კი ადმინისტრაცია თუ კი დაცვა ვეღარ აგვარებს, პოლიციის გამოძახება რომ მათ შეაჩერონ შემდგომში შენი ინტერესების დარღვევა. ეს არის ცივილიზებული სახელმწიფოს და ნორმალური ადამიანის რეაქცია. მოდა ხელის დარტყმა და ცხვილის ჩავტვირვა მithmetes ქალზე არ პრავდება არანაირად. მოდა ვინაც ამას აპრავებთ მათთან მე საუბარი არა აი ვინაც ამბობს რომ კი გმობ ძალადობას ძიმე მაგრამ ისმენ მე აღარც ვკითხულობ აღარც გისმენთ და არც ახლა ჩემთვის თქვენ მისაღები ასე რომ ვთქვათ
დისკუსიის მეორე მხარე და პარტნიორები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის რაღაცა ბაზისი, არის რაღაცა, რაზეც უნდა თანხმდებოდეს საზოგადოება, რაღაცა ტაბუ, რომელიც არ უნდა ირღვევდეს, რაღაცა პრინციპი, რომელიც არ ექვემდებარება კამათს და განხილვას შემდგომ ეტაპს. და ერთ-ერთი ეს არის არ შეიძლება თუ კი შენ სიცოცხლეს არ ემუქრება და შენ გვერდით მყოფი ადამიანის სიცოცხლეს თუ არ ემუქრება უშუალოდ იმ მომენტში, ქალზე ხელის დარტყმა. მით უმეტეს გამატებით ასეთი რომ უნდა ჩაუნგრდო და უნდა დაეცეს და ნოკაუტ ჩაგდო, შეიძლება თავი მიატყოს, შეიძლება მოკვდეს ხო ის ადამიანი, ხო და აი თუ კი აი ასეთ ელემენტარულ ჭეშმარიტებებს ჩვენ მოგვიწევდა აი ამ ხალხთან დიალოგი და დისკუსია, ხო მე არ მეგონა გუშინელ დღემდე თეკლა რა აქსიომაზე ვსაუბრობთ, აი აბსურდულ რაღაცეებზე ვსაუბრობთ და ვამტკიცებთ აბსურდულ რაღაცეებს კი არა, ელემენტარულ აქსიომატურ ჭეშმარიტებას. უკვე გვიწევს აი ამისი განხილვა, ამისი ესე ვთქვათ ახსნა განმარტება თუ ეს რატო არ შეიძლება და რატო მიიღებენ. ხო და აი აქ იწყება ერის დეგრადაცია, აი ამაზე რო გვიწევს დისკუსია, აი აქ აქვს დედანატირები აი ამ ჩვენ საზოგადოებას ბჭყალებში და მის დიდ ნაწილს რა. აი აქ ვართ უკვე ძალიან ცუდ ადგილას და ძალიან ცუდ მომენტში შესული. და აი მე რომ ძალადობა რომ კიდე იწევს უფრო მეტ ძალადობას, ეს დაინახეთ მე შემდეგ დღეში უკვე უნისე რაგვარიცა ის კომედიანტი მის მიმართ უკვე განხორციელებულ ძალადობის ასე რომ ვთქვათ ფაქტში, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვამართლებ მიუხედავად იმისა, რაც უნდა ელაპარაკა იმ უნისეს მანამდე და რაც უნდა შეურაცხყოფა იყენებინა ჩვენი სისწრაფეებისთვის, აქაც იგივეს ვიმეორებ. მაგისთვისაც და მაგ შემთხვევაშიც კი საზოგადოებას უნდა კონდეს უკვე წინასწარ ჩამოყალიბებული, შემუშავებული და ასე ვთქვათ რეფლექსური რეაქცია და არ უნდა ჭირდებოდეს ლინჩის წესით ვიღაცის დახვედრა და ვიღაცის ჩაქოლვა და ვიღაცის წიხქვეშ გაგდება. არც მაგ შემთხვევაში კიდე იგივე პრინციპებზე ვჯობ და მე ვაგრძელებ ჩემ პრინციპებს და ჩემ არგუმენტაციას. მაგ შემთხვევაშიც კი. აი თქვენ გიჭირთ რომ ერთ შემთხვევაში რომ გმობ ძალადობას და მეორე შემთხვევაში რაღაც დაპრალავთ. აი თქვენ ხართ გაჭედილ მდგომარეობაში, თორემ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. საზოგადოება, შემდგარი სახელმწიფო და კანონი რომელიც არსებობს, ხო? თავის თავში მოიცავს მექანიზმებს მსგავსი შემთხვევების შეურაცხყოფების, იქნება ეს ქორწილის შეურაცხყოფა, თუ იქნება ეს ნოდარდუმბაძის სასკადნო წერლის თუ ჩვენი რელიგიური წმინდანის წმინდა იონას შეურაცხყოფა, რომელსაც ასევე ქონდა ადგილი, ხო? ამ შემთხვევაშიც კი და სწორედ ამ შემთხვევებისთვის ჭირდება საზოგადოებას კანონმდებლობა, კანონები, ადაწესები და სწორი რეაქცია, პროპორციული რეაქცია და ესეთი რეაქცია, რომელიც მსგავს შემთხვევებს ისე აღმოფხრის, რომ კერძო ადამიანებს ქუჩიდან არ დაჭირდეთ ძალის გამოყენება სამაგიეროს გადასახდელად და ვიღაცის ჭკუის სასწავლებლად. და თუ რას გულისხმობ, მაშინ შემიძლია მაგის განვიხილოთ კონკრეტულად რა, ასეთ ადამიანებს უბრალოდ საზოგადოებას უკს უნდა აქცევდეს. და ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში არ უნდა გამოესვლებონებოდეს. მაგრამ პრობლემა ის კი არის, რომ ამ უნისემ კონკრეტულად უნისემ რომ რაღაცა თავის ლაპარაკებში ვიღაცა ჩვენთვის წმინდანი შეურაცხყო. იქნება ეს მწერალი თუ მართლა წმინდანი, რომელიც არის წმინდა იონა, რომელსაც ვეშაპის არ ვიტყვეხა იმის თქოს რა უწოდეს, ხო? თქვენ გადახედეთ იმ ვიდეოს. პრობლემა ის არის, რომ აი ამ ხუმრობებზე კიდე უკან ხალხი ტახშუკრავდა. იმაში მდგომი რა, ანუ არის გარკვეული ნაწილი ჩვენი ახალგაზრდა საზოგადოების პირობითად რომელსაც თქვენ აკაცუკებს უწოდებთ კიდე სხვა ვიღებს, ვისაც მისაღები არის მსგავსი ხუმრობები, მსგავსი შეურაცხყოფები და მსგავსი, ასე ვთქვათ, სიწმინდეების შებრალოები, რაც კონკრეტულად აი ამ უნისემ აკადრა თავის ქვეყანას, თავის ხალხს, რომ ის მარტო არ არის, რომ ის უკან არის დიდი მასა, ვინაც ამაზე იცნის, ვინაც ამას ამართლებს, ვინაც ამაზე ღრიცნებს და ვინაც მერე კიდე მხარდაჭერას უცხადებს, როგორც დღეს დავინახეთ ძალიან ბევრი სოციალურ ქსელებში, ხო? ვის უცხადებს მხარდაჭერას? ვის უცხადებთ ხარ? მხარს რაში უჭერთ ხალხო? მხარს უჭერთ ჩვენი სასიკადურო მწერლის შეურაცხყოფაში. მხარს უჭერთ ჩვენი უფროსი თაობის ბებიების შეურაცხყოფაში და მათ დეჰუმანიზაციაში. მარტო უნისეზე უარესი მის გვერდით დგომი კიდე ორი იყო, რომელმაც თქვეს რომ ალბათო გადაშენდნენო და ამოწყდენო ისე რა მოხუცი ზესუმზირის განყიდველ ქალებზე იყო საუბარი. გადაშენება შეითქმის მარტო ცხოველებზე, მაგალითად დინოზავრები გადაშენდნენ. როდესაც შენ ადამიანებს, ჩვენს ბებია-ბაბუებს და უფროსთაობას ამოფსტყას გადაშენდნენ, შენ უკვე მოახდინე მათი დეჰუმანიზაცია. მთელი შენი ეგრეთ წოდებული ხუმრობები აგებულია იმაზე, რომ შენ უკვე მას როგორც ადამიანს არ განიხილავ, განიხილავ როგორც ცხოველს,
როგორც დეჰუმანიზირებულ უკვე ადამიანობა ჩამორთულ არსებას. და ამიტომ აძლევს ჩვენ თავისუფლებას მისი შეურაცხყოფის, მისი გადაშენების და მისი ამოხოცვის გამოთქმის და მასე დაცინვის, რომ ის იმ მკვდარშვილზე და შვილიშვილზე დაცინვის საშუალებას, რომ უკვე დეჰუმანიზირებული ყავს. შენ ხარ ფაშისტი, შენ ხარ ნაცისტი აი ამ დროს. და არა უმეტესად ეს ონის რამედ მის კვედით კიდე გოგოროჟი და კიდე იქით ბიჭროჟი და არ ვიცი და რა ქვია იმოს. ამან დაჟე უფრო ინამუსა ამონისენ და ის თქვა რომ კაიო მაგაზე აღარ გვინდა ხმურობაო. რაღაცა მომენტში აი იმ მომენტში, როდესაც აი ამ ბებიების გადაშენებაზე იყო საუბარი, ონის ეს რაღაცა მომენტში სინდისმა რაღაცა კიდე უწყიდა და რაღაცა ხმადაბლა თქვა კაი მაგაზე აღარ ვიხუმროთ. და სხვებმა გააგრძელეს კი არა უფრო ვარესები ქნეს, რატომაც იმათ არ მოეკითხათ და არ ეკითხებათ. ეს უნდა მოკითხოს თინათ საზოგადოებამ. ამ ხალხს არ უნდა გამოესწორებინათ მაგის სტანდარტებს. მათ მშობლებს უნდა რცხვენოდეთ რომ ასეთი შვილები აღზარდეს. ამაყობენ დამიჯერეს. საზოგადოების ბრალი არის რომ ამას ამდენს უშვებთ და ამდენს ვაბედინებთ. და საზოგადოების პასუხი იყო ყოველთვის რა იცი ასეთი ხალხის განკვეთა. აი ხევში მაგალითად თქვენდათ უბრალოდ გაუშვებდნენ. გაუშვებდნენ ხევიდან აი როგორც გახსოვთ იქ ონისე და ძიძია და იქ გუგუას ამბავი ხო? განიკვეთოს, წავიდეს იაროს თავის გზით. ეს უნდა იყოს საზოგადოების პასუხი. გალახვა კი არა და ჩაქოლვა კი არა. მაგისტვის გვაქვს სახელმწიფო კანონმდებლობა, პოლიცია და სასამართლო უწყება. და მხოლოდ მათ ხელში შეიძლება იყოს ასე რომ ვთქვათ მონოპოლია ძალის და ძალადობის გამოყენებას. ვინაც ამ პრინციპებს არ ესახება, არ ეთანხმება თავიდანვე არ ეთანხმება ცივილიზებულ სახელმწიფო წყობილებას და არ ეთანხმება ადამიანურ ურთიერთობას ერთმანეთს შორის. ახლა ამაზე რა აქსიომაზე ვსაუბრობთ ხალხო რა. აქსიომაზე ვსაუბრობთ. და რა გასაკვირია მერე რომ ეს ძალადობა უფრო მეტ ძალადობას იწვევს. ხალხში გროვდება ეს ნეგატივი. ხალხი არ ყველა აგრესიული, ერთმანეთს კვენ, ერთმანეთს ჭამენ. აგერ ამ თუნდაც ამ კომენტარებში, ამ სოციქსედებში, ხო ყველა კომენტარს ვერ ხედავ, ხო. მე კიდე ჩაცხილვა უფრო ვარესი იყო ქოჩაში ქუცხილავენ ჩვენ შვილებს და ჩვენ ბავშვებს რის გამო გაუგებარი არის, ხო. აი ადამიანის სიცხე საქართველოში მანდ გაუფასურდა, რომ მიზესაც კი ვერგებულობთ, რატო ხოცავენ ატყვიებით და ავტომატებით ახალგაზრდებს საქართველოს. რაც ნარკოტიკით ვერ გააფუჭეს ახალგაზრდობა, ეხლა უკვე ტყვიების წვიმები დაიწყო. ქალაქში უკვე სახიფათო გახდა გაჩერება. შეიძლება ეს გადაჭარბებულად ჩამითვალოს ვინმე, მაგრამ ჩემთვის ერთი ახალგაზრდის სიცოცხლეც კი არა, ერთი ადამიანის სიცოცხლეც ძალიან ღირებულია და აქ ასეთ დროს იმერცეც მწვავე რეაქცია მექნება და გადაჭარბებული არ იქნება ეს რეაქცია, მინდა კითხულობა. ეს არ არის გადაჭარბება. აი ხალხი იმდანაც ნედაცემული არის ძალიან ბევრი შენი ბოდიში ამსმენელი, რომელსაც ამორო კიდე მაინც იმას გვეუბნებიან, რომ თქვენო ხო აპრავებთ იმის შემოწმდებიან ხოლმე, როდესაც სენსიტიურ თემებს აი კიდე ესე იგი ჩემი საუბრი და ამდენი საუბრიდან იმის მაინც ის დაინახეთ, რომ ვითომ მე ვიღაც რუსი ქალების თუ მინათური უკრაინელების აქციას ვაправებ? კობა ეს დაინახეთ მაგაზე და საუბარი. სპეციალურად აქციები მიდია, ამიტომ რომ ჩვენი ისე აქვე გასაправებელი არ არის რუსების აქციები. გააправოს რუსული. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ქართველმა კაცმა როგორც ვაჟკაცმა. კი ბატონო, ის არის. უნდა იყო და რა არ უნდა გააკეთოს. ჩემი ქართველი კაცის ასე ვთქვათ რეპუტაცია შელახა მეორე ქართველმა კაცმა, რომელიც უკადრებელი იკადრდა ამაზე აქვს საუბარი, მე. იმის გამოწვევი მიზეზებზე კი არა. გამოწვევი მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს და აი მასე რომ მიხვიდე ყველაფერს იყო ნებისმიერ ქალზე მოხდენი კაცი ხრია ძალადობა მისი ქმარი იქნება საყვარელი თუ სხვა კიდე თუ უცნობი საერთოდ ხო ყოველთვის შეიძლება გაправდეს იგივე ფსევდო არგუმენტებით ყოველთვის შეიძლება კაცმა თქვას რომ მიცი რა მანმე მიღალატა და ამითი მან გადააფსა თავზე შემკაცობას და ამითი მან გათელა ფეხო ჩემი ღირსება და მე ვიყავი აფექტის მდგომარეობაში ყველა იგივე სიტყვის და მაშინ ის 500 თუ რამდენი ადამიანი არის ოჯახური ძალადობის ბრალდებით რო არის ციხეში რატომ არის ისინი ციხეში და მათთვის რატომ არ შეიძლება მათთვის რატომ არ შეიძლება 5000-იანი და არის გირაოთი გამოსვლა მე ვსაუბრობ რომ აი თუ კი არის კანონი ყველასთვის უნდა იყოს ყველასთვის იგივე და მსგავს საქმეებზე უნდა იყოს თანაბარი და თანასწორი ხო მაგრამ სასამართლოც კი ვერ ბედავს, იმიტომ რომ აი ამათი ეშინია. აი ამათი წამოძახების ეშინია. კობაკუპრაშვის თქვენი წამოძახების არ ეშინია. ნამდვილად. მაშინ კობაკუპრაშვის მაგარ რაღაცას გეტყვი, მინახავს ფეისები. თქვენი რო ეშინოდეთ.
მინახავს кейსები, სადაც წერია, რომ ქალბატონმა სულიერი ტკივილი განიცადა. ანუ ფიზიკურ შემხებლობასთან არ ქონია საქმე და ოჯახურზე უამრავი ახალგაზრდა ზის ციხეში დღეს და ძალიან ბევრ кейსში მინახავს ჩანაწერი, რომ ფიზიკური შემხებლობა არ ყოფილა. ამ წლების განმავლობაში სულიერი ტკივილი განიცადა. ყოფილა არაერთი შენ უყვები, ნიკა, შენ ფსელისის მოიტანე, რა ქვია, ფსელის ნიმუში მოიტანე ლაბორატორიის მიერ დამოწმებული. ზღაპრებს შენ უყვები. არა, მე ვილაპარაკო, შემოძმაო. სპეციალურად შემოეყრებიან. ესე შემოა, რა თქმა უნდა, ამდენი ისაკავს ამ ქვეყანას და ამ ქვეყანას თეკლა არაფერი არ ეშველება. ასკეთ ვიცი, ღირსები ვიქნები და ღირსი იქნება ეს ხალხი რა ბოლო ჯამში და ის რაც მოყვება მას ყველაფერს და რაც მოყვება უახლოს პერიოდში კიდევ თქვი მეორე რომ არის ესეც კიდე რაც მოხდა აი ამ კახეთის სასტუმროში ერთ-ერთი მომენტი ერთ-ერთი შემოგდებული პროვოკაციისა, რომელსაც უნდა გამოიწვიოს, როდესაც გამოიწვია. და სხვა პროვოკაციები კიდე მოხდა და კიდე უფრო სადავართ და ჩვენ თუ ასე იაფფასი ამ პროვოკაციაზე თუ შეიძლება ქართულ კაცს წამოეგოს, ესაა ყველაზე დიდი სირცხვილი. კაცის ძლიერება იმაში კი არა რომ ხას ხელი დაარტყა მუჭი და გააგდო ძირს. კაცის ძლიერება იმაში არის მისი სულიერი და მისი ფსიქოლოგიური ძლიერება, რომ პროვოკაციას არ წამოეგო ამ ასე ვთქვათ პროვოცირებულ და აი ამ შევაწყობილ სიტუაციაში კი თუ კიფო და იქ ადგილი შევაწყობას მაშინაც კი არ წამოეგო პროვოკაციას რომ შენ არ ჩაიდინო დანაშაული. მე საუბარი მაქვს დანაშაულის ჩადენაზე, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. რაც იმ ქალებმა გააკეთა, რაცა უნდა ეთიკური, არაეთიკური ყოფილიყო, რაცა უნდა არაზნეობრივი და არასწორი ყოფილიყო, ხო? ადამიანურ გაგებით რაცა უნდა არასწორი ყოფილიყო. კანონ დარღვევაზე და სისხლის სამართლის იმას გვაქვს საუბარი დარღვევაზე. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს? იქით ამხარემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული? დაადგინა საქმეში ფიგურირებს რაიმე? ან მართლა დაზიანებული ტექნიკა რომ თქვა რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ რაღაცა ის მაინც არის, ხო, რომ მცირე დანაშაული არის, ტექნიკა დაიღო, მაშინ უნდა გადაახტებინო იმის საფასური. ფინანსური. თორე კი არ უნდა მოკლა იმ ტყვევაში იმის გამო რომ ტექნიკა დაზიანდა, თუ კი დაზიანდა, ეგეც გასარკვევია, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს იმ ქალებმა? თუ არა ქალები დაწკიდა ეს უწოდე? პასუხი არა, ხო? მეორე მხარე მაი ამ ბიჭმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კი, ხო? აი ერთმანეთს როგორ ადარებთ ხალხო? ერთმანეთს როგორ ადარებთ? აი, გამოწვევ მიზეზებს და მის გამოწვევ რეაქცია რაც იყო თუ არა ამის შესაბამისი. შესაბამისობა რა შეიძლება ვიცი? პროპორციულობას. და ყოველი ღონისძიება, რომელსაც გინდა ადამიანი, გინდა სახელმწიფო ატარებს, ხო? უნდა მოიცადოს რაღაცა, რო არის პრობლემა, ამ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო არის 3 წინაპირობის შესრულება. ერთი წინაპირობა არის უნდა იმ მიზანს ემსახურებოდეს, აღწევდეს რა მიზანიც გააქვს, რომ პრობლემა მოგვარდეს. მაგალითად, რომ აღარ იხმაურონ, რომ აღარ შეგაწუხონ, რომ აღარ ჩაგიშალონ ქორწილი. ეს შეიძლება იყოს მიზანი, ხო? მეორე უნდა იყოს აი ამ მიზნის მისაღწევად, აი ამ მიზნის მისაღწევად შესაფერისი ღონისძიება. რომ ესე იგი იმას რომ მიაღწევ იმ მიზანს, აი ამისი მეთოდები სხვა უფრო ვარესამეს არ უნდა აფიჭებდეს და უფრო დიდ დანაშაულს უნდა ჩადიოდეს. გამიგე? ესეთი მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული. და მესამე არის პროპორციულობა. როდესაც გადაჭარბებული ძალა აღარ ამართლებს არც პირველ და არც მეორე წინაპირობას. თუ კი ეს სამივე არ არის დაცული, შენი ქმედება არის კანონსაწინააღმდეგო და არა მორალური და არაეთიკური. და ეს ყველა პოლიციელმა და ყველა ასის მოსამართლემ და წესით ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, როცა თავის ქცევებში რაღაცა უნდა გასავლოს, ახლა მე ამას ვაკეთებ, ეს გამართლებულია თუ არაა გამართლებული. ეს გადაჭარბებულია თუ არაა გადაჭარბებული. და ეს დანაშაულია თუ არ არის დანაშაული. და აი ხალხს საერთოდ აი ჯერ განათლების ნაკლებობა ხო არის საქართველოში, აქედან ყველაზე დიდი პრობლემა აქედან იწყება რა, ესე ისეთ ელემენტარულ რაღაცებს, რომ აი ელემენტარული განათლებით რო კონდეს ფართო მასებს, ამაზე საუბარი კობაკურაში დაჭირდებოდა, ამიტომ რაღაცა ლექციებს ხوار გიკითხავდა. დიახ, ლექციებს გიკითხავთ, ნუ თუ ჭირდება, თქვენ თუ არა, თქვენ გეკითხოთ, მაგრამ სხვას ასეულდა 1000 ხალხს ჭირდება ამ ლექციების, საერთოდ რომ ელემენტარული ხედავთ, მოდი გაიგოს. იმიტომ ამაზე თუ შევთანხმდით, მე ვეღარ ვიკამათებ სხვა რაღაცებს. ერთწუთი მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რასაც აქ ხედავ მაყურებელს, გარედან არის 3700, ანუ ვისაც არ უნდა დაფიქსირება და გამოჩენა აქ, ეს ერთი. მერე მეორეს, აქ მაყურებელიდან შეიძლება არავის ჭირდებოდეს ლექცია, მაგრამ საპირწონედ Facebook-ი, YouTube-ი ძალიან მაგრად მუშაობს და უამრავ ნახობს აგროვებს ხოლმე ეს ვიდეოები და
კომენტარებში ისე იმდენი გონება ახტილი ადამიანი მხვდება, ესე იგი საჭიროა, თორე შესაძლოა შიგნიდან ვიჩანს ამ ადამიანებიდან თითქმის აკია და არც არავის არ სჭირდებოდეს ჩვენი ჭკუის დარიგება სწავლა. არის კატეგორია, რომელიც მონეტარიდან არის კატეგორია, რომელსაც შეიძლება იცის კიდევაც, მაგრამ ანგაჟირებული რო არის, აი აქამდე თუ იძახო და მთელი თავის გადამოსწრება რომ ძალადობა მიუღებელია წერტილი, გუშინ დაიძახო რომ ძალადობა კი მიუღებელი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში აბა რა ვქნათ, ასე გვიქნეს და ესე გვიქნეს და თავზე გადმოგვაფსეს და ჩვენ სიწმინდეს შეღეს და მაშინ რა თქმა უნდა გასალახი იყო ის კალიო, აი ესა მაგათი თავის თავს რომ უღალატეს, თავის პრინციპებს იმათი ისახა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ებრძოლონ, ასე ვთქვათ, ფსევდო რუსეთს ებრძოლონ ქალის გალახვით, აი სუბლიმირება მოახდინონ. აი რუსრო ვერეია, შეერაღებული რუსრო ვერერებიან და ომის თავი რო არ აქვს და ეგედა 20 კილომეტრში მისი ჯარი და იქ რო ვერ მიდიხარ როიომო და რო დაუდგე კაცი-კაცო დაუდგე საომრად, სუბლიმირება გადატანა აი ამაზე ქალის გალახვით მოინელო რაღაც შენი ვითომ რაღაცა მიაღწია ვითომ განდევნე აოტნე მტერი, ვინაო აოტნე 10,000 ტურისტი პოტენციური ტურისტი რომელიც საქართველოში არ ჩამოვა. ეს იყო თქვენი მიზანი და მიაღწიათ. ხო კი მაგრამ თუ კი თქვენ ეს თქვა თქვენ გაკმაყოფილებთ აი ეს ტიპის გამარჯვება ბრწყალებში მეთქოთ ის მომილოცავს მე კობაკურაში მაგდი ბევრი ადამიანები აი უცნაურ ჩემ ქვეყანას დააგდება და იმ ხალხს მე გული შემთხვევა ყველა იმ ადამიანს ვისაც თანხას და კარგავს და თავისვალებს რო გადაერთის მაგის გამო რომ ჯავშანი გაუქმეს და ტურისტი აღარ ჩამოვა თქვენ სინდისე იყოს რა თქვენ ხო გიხარიათ ეს ამბავი ხო თქვენ ხომ ეს არის რუსეთზე გამარჯვება ხო ეს არის რომ რუსი ტურისტი აღარ ჩამოვა რა თქვენი ბელადი მიშა იყო რომ შემოიყვანოს ტურისტული მე მაშინაც წინააღმდეგ ვიყავი სათო და უნდა ქვეყანა თუ კი შენ ამბობ რომ არის ჩვენთან ომის პირობებში და ჩვენ ვართ მისი მტერი და ისინი არიან ჩვენი მტერი მასთან ტურიზმი და მისვლამოსვლა არ უნდა იყოს საერთოდ მე თუ მკითხავ და მაშინ არ უნდა ყოფილიყო მიშას დროიდასაც არ უნდა დაეშვა და არცფერ არ უნდა გაგრძელებული იყოს ამბავი რა იმიტომ რომ თუ ომი იყოს და თუ მტრობა იყოს მაგრამ ესე ნახევარტრობა და როცა მინდა მაშინ ვაგინო ვიძახო და მე 1 და 2 გავლახო აქანა ვისაც გამოვიჭერდა დანარჩენები შემოვიდნენ მაინც და ფული დატოვონ ქვეყანაში ეგრე ორი მასე ჯდომა რა უკაცრავად რა ეს არის რომ არაკაცური და არასამართლიანი და არაადამიანური ესაც ხალხიან ოცნებიან მთავრობიან ოპოზიციან ყველა საბოლოო ჯამში ყველა აკეთებს და აპროებს და ყველა იქს ამ ქვეყანაში კარგად მომისმენთ რაც გითხარით აბა ნახე ისე არა კოსაზოგადოებამ რომ ჩვენ ყველას ვანწყავთ არახალხნო კომენტარებში არიან ადამიანები ისეთები ვინც იბსახურებენ ხმის პასუხს იმიტომ რომ ამდენი ხანი საათნახევარია მიდის ლაივი ამ თემებზე ვსაუბრობ და მოისმინა და ვერ შეისმინა სჭირთ ის რომ ვერ გაარჩია ადამიანმა რომ ჩვენ ვიღაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ვიცავთ და მე ჩემი ქართველი მინდა იყოს ღირსეული როგორც ქართველი აი ამაში განსხვავება ვინც ვერ დაინახა იმ ადამიანებს წევთ პასუხს ნურავინ წარმოგადგენთ და ნურავინ გაფიქრებინებთ კომენტარებში მაგნაირი ქალები მაგნაირი სამი ქალის გადარი მაგნაირი სამი ქალი ჭურვე ორი ქალი და სამი ქალი და თუ გინდა ქალი და ქუნი და არაქალა უძახე და თუ გინდა პილენწუგა და თუ გინდა აშარაშკა მასეთები საქართველოში დღესდღეობით შემოსული არიან 10,000-ობით და 100,000-ობით ზოგიერთი უკვე დიდი ხანია შემოსული და ცხოვრობს და მან ბინები აქვს ნაკირეები და არცაპირია წასვლა ზოგიერთი სეზონზეა შემოსული მათ რა ქვია დასასვენებლად და მე აპირებს სახში დაბრუნებას, მაგრამ 1000-ობით არის მასეთი და შეიძლება მაგაზე უარეს იყოს კიდევ ბევრი მაგაში გამორეული, რომელიც ასევე არაა გამორჩულ ხვალ და ზედ წავიდეს უარეს პროვოკაციაზე, უფრო მეტად გამოწვევად მოიქცეს, ვიღაცა შევაწყო მიაყენოს და რა ვქნათ, ესე იგი ყველა ურტყათ ქუჩებში და ნომრებში და თავის სასტუმროებში და რესტორნებში? ესაა ჩვენი პასუხი ყველას ვდივთ და ურტყათ საათს წავეწევით ამათ? მაგას არ ჯობია საერთოდ არ შემოუშვათ, არა უნდა გავაოქმოთ მაგათანო ვიზების მიცემაც, ტურიზმიც და ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი არ ჯობია მაგას და მასეთი მას რა ქვია, მასეთ ქალაჩნურ და ლაჩნურ ჭყობს და ომს, თუ ომი თუ არის ვიცი მე ომი ფრონტზე. და ვისაც ძალიან ომი უნდა, საქართველოში თუ ვერ მოომობთ, იმიტომ რომ არ ომობს სახელმწიფო, გადადით უკრაინაში და იქ იომეთ, იქ ეძებენ ასე ვთქვათ, მოხალისეებს, ვინაც იომებს რუსეთის წინააღმდეგ. გადაბრძანდით დაზარბაზნე ხორცს. გადაბრძანდით და იომეთ, იქ ვისაც ომი გინდათ და გული გერჩით მაგისთვის, კაცო, მაგრამ ქალისთვის ხელის დარტყმა არ არის ომი და ტრის დამარცხება. ეს არის არაკაცური საქციელი. ამაზე უკვე მე კამასთან საუბრის განზრებას აღარ ვაპირებ, საკმაოდ თქვი, ხო და ვინაც გაიგო და ვისაც არ უნდა, ხო, არავინ არ გაკავებთ თქვენ თეკლა გოგავას ეთერში და კობაკუბრაშვილის მოსმენად, არავინ არ გიპატიჟებათ და გაატარეთ წადით კაც თქვენ მაინც არ ამ დონეზე თუ ხართ დასული ხო არ მაქვს თუთა სალაპარაკო საერთოდ
საერთოდ ვაფშე ფეხებზე მკიდიხარ ესეთი სასწავლი რა. ვინაც ახლა რაც მე რა ვთქვი, ადეკვატურად ვერ გაიგო და არ უნდა ეს რომ ადეკვატურად გაიგოთ რა. ჩვენ ჯანსაღი ადამიანებისთვის ვსაუბრობთ ხოლმე და რა. ჩვენ ყავს ჩვენი აუდიტორია, ვინაც გამიგებს და ვინაც გამიგებს ის მოგვისმენს და დანარჩენები მიდით ნახვამდის რა. მადლობა ესეთი დილობიანი და კორექტული პასუხისთვის, კარგი იყო, მომეწონა. ვიცი როგორი გაწვის მაქვს ხოლმე მაგას რაღაც ტერმინებზე გართულება მაქვს ხოლმე და ძალიან დიდი მადლობა. მივხვდი როგორაც კორექტულობის და ქართული ენის კი, მით უმეტეს პოსტებშიც არაერთხელ მინახავს ხოლმე შენი მხრიდან ეგეთი დამოკიდებულება, იქ საკუთარ გვერდზეც კი არ წაგიცდება ხოლმე ბილწითყვაობა და ესე იგი ხალხი თავად ვერ მიხვდა რა. ქვეყანა არის უკვე ქვეყანა არის გადის რაღაცა ესე და ქვია ბეწვის ხიდზე. და ითრევენ დიდ მსოფლიო ომში და ცდილობენ ჩაეთრიონ და ცდილობენ გადაჭეხონ და დაღუპონ. და ქვეყანა მეორე მხრიდან ესეც რომ არ იყოს ხო მაგისგან დამოუკიდებლად. ერი ქართველი დიდი ხანია უკვე არის ბიზარმართული გენოციდის მსხვერპლი, ხორციელდება კულტურული, ცივილიზატორული, ეთნიკური დაგაგებით, იცი? დემოგრაფიული ხასიათის გენოციდი. და ამას რო ხდება ხალხი რა. ვის დარჩენილები ვართ ერთმანეთს ჭამთ ერთმანეთს ყვენთ ერთმანეთს ხოცავთ რაღაცებს არის ესე იგი სიტყვას არ შევარჩენთ და ერთი იმას იცავს მეორე ვითომ იმას იცავს მეორე მესამე თომ რუსს იცავს და ვერც მაგერია მეოთხე რას ვიცავ იცი ქართველი კაცის ღირსებას ვიცავ პირველ ყოვლისა და საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ვინც ამას ვერ ხვდება ხო უკვე დაგარგულები ხართ უკვე ესე იგი მოყოლილი ხართ შეიძლება ფიზიკურად და სისხლით შეიძლება გენეტიკურად კიდე ქართველი იყო, მაგრამ უკვე სულიერად გამოგიხეს, გამოგაცალეს ეს ქართველობაც, რაც ქართველის თავად არ წარმოადგენს. უკვე გენოციდის მსხვერპლი ხარ. იმიტომ რომ ქართველში აღარ წერი ხარ შენი მენტალობით, შენი ფსიქოლოგიით და შენი მსუხედულობით. ესაა მთავარი ტრაგედია ხალხო, თქვენი ტრაგედია ესაა. ქართველობა დაკარგეთ. და ზნეობაზე, მორალზე და ეთიკაზე აღარ მაქვს საუბარი, ეს უნდა დაკარგეთ, უნდა დაკარგეთ ქართველობა. ვინაც ამ დონეზე ხართ დასული და ვინაც გაუმართლებს ამართლებთ და აპრავებთ რა. და მე ამაზე კიდე სიმართლის თქმას კიდე მოუბრუნდებით და იმას დაუწყებთ მე ბრალდებებს რომ აი შეასათო შეისათო შერუსეთუ მე იმის მონაში ამის ამპრავებელო სამარცხვინოები ხართ ნუ რა გიწოთ არ ვიცი საცოდ საბრალონი ხართ. საბრალონი ხართ აი საცოდავები იმ დონეზე რომ აფერი აღარ გეშველებათ რა. არაფერი აღარ გეშველებათ აბსოლუტურად. ხობა კარგად იყავით მე თვაგიშველოთ ძალიან გულინწდება, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ეთნიკურად და ბიოლოგიურად და გენეტიკურად ჩვენი ძმები და დები, მაგრამ არიან დაკარგულნი და ღმერთ მაქრავს რომ ეს დაკარგული ცხრები მოაბრუნოს კობაგურაშვილი ამას სასაუბრს ვეღარ მოახდენს ხო, იმიტომ რომ იესო ქრისტეს არ დაუჯერეს და ის გააკრეს ჯვარზე და მე ნაკლებს არ მიზავთ თქვენ და ახლა ამას აკეთებთ ზუსტად. ამიტომ ღმერთმა უშველოს ამ ხალხს რა ჩვენ უნდა ვილოცოთ მარტო სხვა არაფერი დაგვშინე ამ კატეგორიის ხალხის გადარჩენა მარტო ლოცვა რომ ღმერთო შეუნდე არიციან ასამობენ და არიციან ასაიქმან და მოაბრუნე მართალსა სარწმუნოებას და ზედა ამის თქმა შეგვიძლია მარტო სხვა არაფერი ამათან მიმართ. მაგრამ ქვეყანა ძალიან ცუდად მოუბრუნდება და ვიდრე კიდე იქამდე თავარამდე რა თევზი თავიდან ყარს და ეს სიტუაცია არის მთლიანად ელიტების, მთავრობის და ხელისუფლების ბრალი ან მათი მოქმედების არასწორი მოქმედების მაგალითად გულბაათის დაჭერა ან მათი აბსოლუტური უმოქმედობის გამო როდესაც მათ მთელი აი ამ სასტავს გადაულოცეს მთელი ეს სფერო რაც ქვია ინტელექტუალური ფსევდო ჰეგემონია უნივერსიტეტებში, მასობრივ საშუალებებში, პრესის და სხვა საშუალებებში და ასე ვთქვათ საექსპერტო ბრწყალებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ხო? აი ამისი შედეგი არის, რომ ამ დონეზე არ დასული დისკუსიაც ქვეყანაში და რომ ქვეყანა და ხალხი გადაჭეხვის ასე ვთქვათ ექსკურსიის წინ დგას და ერთი ნაბიჯი ყავუკლია რა. რა უნდა აუყო აბა ახლა როგორ დაერი ის ბერი რა რამთა მთავრობიდან იწყება მთავრობი თავდება საბოლოო ჯამში და ახლა კიდე რა ვიცი აბა მოდი გასკეთოთ ხალხო იცი აი მრევლი ვინაც ახლა და მე თქვენ თავს ქრისტიანს უწოდებთ რა თქვენს მოძღვართ ამიდან კობაგურაშვილი ასე გითხებით კაცო და თეკლაგო გავს ასე გითხებით თქვენს ყველამ თქვენ თუ კი ვინმეს მოძღვარი გყავთ თქვენს მოძღვართან მიდით კვირას და გკითხეთ იმ კონკრეტული ადამიანის მიერ იმ კონკრეტული ქალის ცხვირში ჩარტყმა და ცხვირის გატეხვა იყო თუ არა და არის თუ არა გამართლებული ნებისმიერი ასპექტით და უყურეს ყოვლისა ქრისტიანული და მართლმადიდებლური ასპექტით მოძღვარს კითხეთ მაშინ და მე თქვით მოძღვარმა რა გიპასუხოთ ხოლო ერთს კი დაგაბარებ ნახე შენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოველიო და თქვენ გამზრდელს კითხეთ კიდე ასეთი იდეოლოგიით თუ გაგზარდა თავის როზე ის კინო მაინც რა გაქვთ ნახე ფესვები სადაც ბაბუა შვილიშვილს ეუბნება შვილო
კაცმაო შეიძლება ისე გაგაბაროს რომ ხელიც კი გაარტყაო რა, მაგრამ ხარს ხო ვერ უზამასეო. რეიზა ბაბუ, აი თქვენ ახლა ხართ იმ ბავშვის იმაში რეიზა ბაბუს მეკითხებით. არ გამოვა თქვენგან ქართველები. აღარ გამოვა. ძალიან მძიმე თემებზე ვისაუბრეთ დღევანდელ საღამოს არ გქონდა სტანდარტულად მსოფლიო პოლიტიკა და როგორც პოლიტოლოგიური შეფასება. რეალურად ვისაუბრეთ იმ 35-37 წელზე, რამაც დღევანდელ საგიჟეთამდე მოგვიყვანა და კი ვთქვი კიდევაც შემოღობილი ვართ, გადახურულიც ვართ და ალბათ რაფარეთაც აბრას გავიკეთებენ, სადაც დააწერენ ალბათ მე უკვე რა ქვია ამ ადგილს, როგორც საქართველოს ქართველებისგან იცლება ყველა ერის წარმომადგენელი აქ ძალიან კარგად ხსნობს თავს და კომფორტულად არის, როდესაც გაედინება და გადის ერთი ის ადგილიც არის არაძოს არჩება, ჩემთვის გულის ტკივილს ის იწვევს, რომ სიტყვა საქართველოს მხოლოდ სიტყვად უნდა დარჩეს და ძალიან ცუდია, რომ ეს ესე ხდება. აი, უბედურება რა არის, კი თქლა ის კი არა რომ ერთ კაცს რაღაცა შეეშალა. იქ კაც ბოლო კაცო გამოვიდა ეგ სასამართლო და თქვა რომ მეო შევცდიო, მეო ვინანიეფო, მეო ვნანოფ რაც გავაკეთე და არ მინდოდა, მე არ მინდოდა რომ ასე შედეგი ნამდვილარიყო. ახლა იმან გულწრფელად თქვა ეს თუ იმის გამო რომ გაეთავისუფლებეთ, მაგ მეორე ხარს ხო თქვა ეს რაღაცა და თქვენ მაინც ეს კატეგორია ხალხს აგძებდა, არა რას ქვია შეგეშალა კაცო, რას ქვია ინანიებ, უფრო ვარესი უნდა გეკნა, უნდა მოგეკლა საერთოდ ვინაცვალე შენ მარჯვენას. ესე იგი მიტინგი მოაწყვეს აკაცუკებმა აი ამ უზნეო საქციელის ჩამდენის ხალხაჭა და ამის გმირად გამოიყვანეს და პარალელურად შუა ქალაქში, შუა თბილისში რომ თქვენი თანატოლი 15 წლის ქართველი ბიჭი გააუპატიურეს, გაურკვეველი წარმოშობის რა ქვია მას არაბებმა გააუპატიურეს. არ ვიცი ვინ იყო და მეკონა იყო რაღაცა ესე შეიტყუეს თავის ოფისში ტურისტულ ოფისში და გააუპატიურა რამდენიმე ბაჯგვნიანმა კაცმა 15 წლის ქართველი ბიჭი და იმაზე რომელი გამოდით მიტინგზე იმის მხარდასაჭერად და მის დასაცავად. რა უფრო თქვენთვის რა უფრო მეტი გადავლაა და რა უფრო მეტი შეურაცხყოფა არის. რა უფრო მეტი ასე გადაჯმა და გადაფსმაა თქვენ ქართველობაზე. სუფრაზე დაწვეთებული წყლის თუ შამპანური წვეთი თუ თბილისში შუაგულში გაუპატიურებული ქართველი ბიჭი. და თქვენ ფსელზე იზახით ქალის გადმოფსმულზე. და იმაზე გამოდით მიტინგზე და ამაზე ერთი კაცი არ გამოვიდა, რომ ხალხო მიტინგი მოაწყოთო, რას ქვიშვებიან ეს ერაყელებიო, რო თქვას ვიღაცამ და ამ იმაზე რა ქვია არაბიზაციაზე და მართლა ქვეყნის დაღუპაზე რომ ხალხი გამოვიდეს. ეს ახართ თქვენ და თქვენ იგივე ბედი მოგილით პატარა ხალხში, რაც 15 წლის ბიჭი მოვიდა. სწორედ იმ ხალხისგან. დღეს რო არ იღებთ ხმას მაგის გამო. და ბევრს მართლა შეიძლება უხარია და უნდა კიდევაც მასეთი რაღაცა რომ მოვიდეს, იმიტომ რომ მართლა ესე იგი ძალიან ბევრი გადასული არის არატრადიციული რაღაცებს და შეიძლება მართლა უხარიათ ამ არაბების შემოსვლა, იქნება მეც ჩემი ჯერის დადგეს, შეიძლება ეს კი ხარია თქვენ იქ რომ მიტინგებზე გამოდიხართ და ამ ძალადობას რო აპრავებთ ახლა და იმ ბიჭზე გახავცელებული ძალადობა რო არ დაგმეთ. ვინაც არაფრის გამო კი შეიტყვეს და გააუპატიურეს 15 წლის ბიჭი შუა თბილისში. სამაგიეროდ იცავთ იმას, ვინაც ახლა აქვე მას ვისაც ქუჩაში ცემეს იმის გამო რომ მას შეურაცხო ჩვენი მწერლები, ჩვენი წმინდანები, წმინდა იონა და ყველაფერი ჩვენი ბებიები, ვინაც ძესუმზირებს ყიდნენ. იმას იცავთ. აი ეს ხალხი ხარ თქვენ. ხლისტე ყველა არა ნაწილი კატეგორია ამ ხალხისა რა. უსამშობლო მანქურთები, გადაგაქციეს მანქურთება, თქვენ არც ეროვნება არ გაგაჩნიათ. არც ღირსება არ გაუპრესორსა ღირსება არ ადამიანური ღირსება არ გაგაჩნიათ და კაცის მიერ ქალის გალახვას აპრავებთ და რა ღირსებაზეა თქვენ ასაუბარი. დაამთავრე მე თქვენთან საბარო. ასეთი ხალხი არ შემოვიდეს, ვინაც ასეთი ხალხი არის, თუნდაც ჩემ სამეგობროში და ჩემ ფრენდებში და ფოლოვერებში. მიდით ნახვამდის მართლა თქვენინები წადით არ მჭირდება. არც თქვენ არის მსმენელი, არც თქვენ არის მაყურებელი, არც თქვენ არის დამკომენტარებელი და თქვენთან ამას დისკუსიაზე მაგდონალდსი კიდე ბაგროვში არასდროს არ დაეშვება, რომ თქვენთან დისკუსიაზე წამოვიდეს და გააგრძელოს. არაფერში ამჭირდება ნამდვილად. მე ვიტყვი ჩემს სათქმელს და მართალი კაცი ყოველთვის სიმართლეს ეუბნება თავის ერს. ასე იქცეოდა ვაჟა-ფშაველა, ასე იქცეოდა ილია ჭავჭავაძე, ასე იქცეოდა სვიად გამსახურდია და ასე იქცეოდა გურამ შარაძე. ობა სიმართლით იმის თქმის არჩევანი მარტივი გზა არ არის და უნდა ჯვარზე გაგაკრავენ, ჯვარზე მაგიში რომ მე მეშინოდეს მაშინ მე ფასურ ამოვიღებდი, მაგრამ იმ დღეს იმასნა სკობაკუბრაშვილი დაქოსკდეს რომ თქვენი შეეშინდება, თქვენ ფარჩაკებო, თქვენი რო შეეშინდება სკობაკუბრაშვილი და თქვენი კომენტარების და მაშინ რო დაანერებს თავს სიმართლის ლაპარაკს, მაშინ დაესვეს მას ჯვარი. აი თქვენ პატრონს მართლა სულ ეს.
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის ემოციური გამოგვივიდა უკვე დასასრულს და არ შეიძლებოდა ეს ბუნებრივად მოდის თუ კი შენი გულიდან არ მოდის რაღაც სათქმელი ხელოვნურად არ არსებობს ხელოვნურს ემოციას საზოგადოება გრძნობს საზოგადოებაში მე ახლა გერმანიაში კიდე აქ ცოტა იმით უყურებ რა დისტანცია და ხალხი როგორ და შენ როგორ ძლებ უკვე მაგ სოციუმში და მაგ ქვეყანაში რა აი გუშინ დენი ჩაკრა და ხალხი გაგიჟებას იყოს უყველა რა ჯერ მაგ სიტუაცია დაინახოთ რომ ესე იგი როგორ მოწყვლადი არის ქვეყანა სადაც დენი შეიძლება ჩაქროს ტელეკომის მასშტაბით ბლეკაუტი მოხდა ხალხო იცი რა ბლეკაუტი რა არის აი მაგ დროს ხო არაფერი რო არ ფუნქციონებს ხო იმ დროს მაგალითად რუსის ჯარი 3 და 2 ნატაშა კი არა კაცო რო გაგეღვიძათ და უკვე რო თბილისში ყოფილიყო ნუ ვერც გაიგებდით ისე რომ დუმებოდა რუსის ვანიას ისე შემოვიდა თბილისში რომ გამჩერებელი კი არა გამგები არავინ არ იქნებოდა ის სიბნელეში კაცო და რამდენად მოწყვლადი არ ქვეყანას არ დარჩა არც საკუთარი ენერგეტიკა რაღაცა თუქლიჩი რაღაცა მოდუქოს მთელი საქართველო ითიშება ნავთობზე გაზზე და ყველაფერზე ხო დამოკიდებული ვართ ბენზინი ხო ჩვენი არა გვაქვს სურსათი და საჭმელსასმელი ხო დამოკიდებული ვართ ელექტროენერგია დენიც ხო აღარ შეგვჭირ ჩვენ და ალტერნატიული მომარაგება არ ყოფილა ქვეყანაში რაღაცა თუ გაითიშა მთელი ქვეყანა გაცვლია ესე იგი ხო აი ვინმეს რომ მოუნდეს იგივე რუსეთს შენ რომ მტერს უძახი და უბიექტურად შეიძლება მართლა მტერი იყოს როცა გეომებოდა და საშენ ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული რომ მოუნდეს რომ გაგითიშოს დენი ვერ მოახდენს დივერსიას გაუჭირდება რომ ერთ ადგილას მათი რაღაცა ბუთქოს და მთელი დენი გაეთიშოს და დაკტოვოს როგორც რუსები თქვენ აბესტოჩენი რა აბესტოჩი სტრანო ნიშნავს რომ დატოვო ქვეყანა ყოველგვარი ესე იგი სინათლის შუგის ინტერნეტის რესურსების ენერგეტიკის და ყველაფრის გარეშე რა უნდა ასეთ ქვეყნის აღებასა და დაპყრობას მე არაფერი არ უნდა ხალხო დაფიქრდით ამაზე და ეს ყველაფერი ეკონომიკაზე დარტყმა პროვოკაციები რომლის პროვოკაციების და რომ აი რუსფობის გაღვივების და სხვა კიდე ინციდენტების მოწყობის გზით არევა ქვეყანაში სიტუაციის შემზადება ერთი მხრივ როგორც სამოქალაქო სხვა და როგორც ყვინავთ ერთმანეთს თქვენ უკვე მზადა ხართ ფსიქოლოგიურად ერთმანეთი დაჭამოთ თქვენ ხართ მზად სამოქალაქო ომი მოაწყოთ ერთმანეთს შორის დაჟე უკვე რუსიც არ გინდათ და მასტანობიც არ გინდათ ერთმანეთს ამოხოცავთ ხალხო უკვე იმ ფსიქოლოგიურ დონეზე ყავხართ უკვე მიყვანილი აი ამ ძალებს ვინაც თქვენზე იმუშავა მეთოდოლოგიურად და წლების განმავლობაში ერთმანეთს დაახოციებს ქართველების თავს და მე აი ამ პროვოკაციებიდან გამომდინარე იმის თქმას არაფერი აღარ შეუშლის ხელს რომ ჩვენს მოქალაქეებს იქ უთხრამენ ცემენ კლავენ და ამიტომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური უფლებაო შევიდეთ და დავთქვით ის ქვეყანა შეუძლია განახორციელოს რუსეთს და განახორციელებს კიდევაც თუ კი მან ჩათვალა საჭიროდ რომ საქართველო ჭირდება პლაცდარმად დაგეგმილ და უკვე გარდაუვალ მსოფლიო ომში მეორე მხარე ყველაფერს შეეცდება რომ საქართველოში გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ აი ამ დაგეგმილ და უკვე გარდაუვალ მესამე მსოფლიო ომში სადაც ძალიან სჭირდება აშშ-ს დიდ ბრიტანეთს და კიდე სხვა ძალებს აღარ დავასახელებ რაც შეიძლება მეტი ფრონტის ხაზი მეტი არეულობისკენ და მეტი შეტევა რუსეთის მიმართულებით და ასე მოეძება საქართველოს ამდენ თუ თქვენ ვერ ხვდებით ახლა მთელი ამდენი საუბარი აქამდე მივიდა რომ თქვენ ვერ ხვდებით და თქვენ სამწუხარო და თქვენაირები კიდე აი ასეთ და მსგავს პროვოკაციებზე სამწუხაროდ წამოიგებით ხვალაც ზეგაც და მაზეგაც და სწორედ ეს თქვენი წამოგება მიიყვანს ქვეყანას თლიანად და მთელ ხალხს და მთელს ძალიან სავალალო შედეგებამდე და მე მithქვამ შემინდა მე როცა მოხდება მე გეტყვით რომ აუქნა ბატონო კობაგურაშვილი გეუბნებოდით კობა პოლიტიკოსები არიან შეგნებული მტრები ქვეყნის მოხდილი მაქვს და მექნება ერის და ქვეყნის წინაშე რომ მე ვთქვი რომ აი ესე და ესე იქნება და ამა და ამ შედეგებს მოვიდანს ეს ამბები რაც ახლა არის აგორებული საქართველოში ხო და ნუ ახლა აუქთო აბა გამგები გაიგებს მაგრამ ალბათ რაღაცები მაინც ალბათ მოსახდენია სამწუხაროდ თეკლა იმიტომ რომ აი ამის ასე წარე გაკვეთილის ჩატარების გარეშე ხალხი ვერ ისწავლის. რაღაც თუ არ დაინგრა. არ გადაულის თავზე ესე რა გადატრიალდება მაგა თავზე წისქვილის ბობალი მალე ვერ გაიგებენ რა და ძალიან ბევრი შეეწირება და ძალიან სამწუხარო არის ძალიან ტრაგიკული შედეგებისკენ მივდივართ ერი და ბელი და ქვეყანა მთლიანობაში მაგრამ ეს არის ლოგიკური შედეგი ყველაფერი იმისა სადაც დღეს ვისაუბრეთ. ბატონო გეთანხმებით სასწრაფოდ წავშალე ბოლო კომენტარი უკვე არაგონივრული კომენტარების თავი აღარ მაქვს დასასრულს ახლოდებით რაც მეტად გაიწელება ლაივიც მე გამიჩნდება გადმოტვირთვაც იმიტომ რომ თაში ვარ და ტელეფონის ამ ამდენიმე დღეში კიდე მიწის რა იყო რაღაც საქართველოში ბიცკი დიდი არა მაგრამ იყო სამბალიანი რაღაცა ხო
ხალხო თქვენ ხართ ძალიან დაბალ სიხშირეებზე ყველა რა ხე მე ჩამოვუყვა დღეს ასე იგი ლანძღვა გინება არა ეს ძალადობის გამართლება ომი სისხლისღვრა ყველაფერზე წასვლა ისეთ დაბალ ვიბრაციებზე და დაბალ სიხშირეებზე ხარ ჩამოსული რომ აი ეს ნეგატიური ენერგია აკუმულირდება და აუცილებლად შეიძლება გამოვიდეს როგორც მიწისძვრის სახით ასევე სხვა სტიქიური უბედურების სახით ასევე ომის სახით კარგით ეს არ დამთავრდება ხალხო იმიტომ რომ თუკი თქვენი საფუძველი არ არის ქრისტიანობა, თუკი თქვენი ფუნდამენტი არ არის მართლმადიდებელი მიმტევებლობა, ერთმანეთის სხვა აზრის მოსმენა, გაგება ის რომ არაგინო ვერ იმის გამო რომ კაცმა თავისი გულის ტკივილი თავის ტყვებით გადმოქცა. ის რომ ესე იგი არ ჩაქოლო ქალი, ვინაც როგორც იესომ თქვა რომ ვინაც უცოდველიაო, ისე პირველი ქვა იმანესრულოს აი ამისი არ გააზრება და ეს არის ქრისტიანობა ესაა თუ არა მარტო პიჯვის გადაწერა და ეს კი არა ჩვენ ის არა შენობას ვიცავთ იმას აქვს ტაძარს. შენობას კი არ უნდა უპირველეს დაცვა უნდა დაცვა უნდა იმ ფუნდამენტს და იმ ღირებულებებს და იმ ასე ვთქვათ ცნებებს რომელიც უფალმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ხალხო და თუკი თქვენ ამ საფუძველზე არ ახართ ხო ერთხელ გაგაფრთხილეთ უფალი მეორედ გაგაფრთხილეთ მესამედ ერთ მიწისძვრას მეორე პატარა შეგაქანეთ მესამეს კიდე მოგცემთ სიგნალებს გიგზავნით ახლა რა დამთავრდება ძალიან ცუდად ახმების სრულებით ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ესეთი საინტერესო და სიღრმისეული საუბრისთვის მომდევნო პარასკევს უკვე აუცილებლად მსოფლიო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ იმიტომ რომ ეს დღევანდელი დღე რო არ შემდგარი იყო არ შეიძლებოდა თან ბევრი იყო დაგროვილი და დრო მაინც არ გვეყოფოდა და მცირე პატარ-პატარა თემას შეხებოდი და მთლიან ჯამში მე რაღაცა ის პატარ-პატარა მონაკვეთებით ბოლომდე ვერ ხსნი თემას და ბოლომდე ვერ მიყვები ხო ადამიანი და მე რჩივნას სულ ხოდა უსელი საუბარი და მოდი თქმა დატოვე საუბარი თავიდან მოვდა აჭრის და ამოჭრის და რაღაც საკუთარი რა თქმა უნდა მაგას ვაპირებ გარეშე იმიტომ რა ხა ხო იცი რაც ზონე ჩასაფრებული არის ხა ესენი მომარჯვებული ბევრი კალამით და ამით რა ქვია ბლოკნოტით იწერდნენ ყოველ ჩვენ სიტყვას რომ რამე ერთ სიტყვაზე გამოგვიჭრონ და გამოგვიდგინონ და ისეთი ამბავდა იმაზე მოაყოლონ მე ჩვენი ხილება არა გამარჯვებიდან და მშვიდობება გამარჯვებით მაინც ამოჭრიან და მაინც ასე იზამენ ახლა მაგათ ხო ნუდა დუმბაძის არ იყოს უკვე შუბიც აღვი გაწყვეტილი აქვს და წინაგავთის იულიას რაღაცეებს ქონდება ვერ ფაუშალოთ მადლობა მაყურებელს აქტიურობისთვის მოდერატორს უღრმესი მადლობა ყველას მშვიდობიან საღამოს გისურვებ მშვიდობიან ქვეყანაში გავგვიძებოდეს და უფალს ვთხოვ მსგავს თემებზე საუბარი არ მოგვიწიოს გონების კარი გაუხსნას ადამიანებს და ცოტა მეტი შეგნება მეტი დაფიქრება გვმართებს მეტი ადამიანობა მეტი სიყვარული და რა ვიცი მადლობა ძალიან დიდი კობა ამ საუბრისთვის მადლობა შენ და მადლობა უფალ ღმერთს რომ კიდე გვაძლევს აი ამ ძალიან ძნელად გასავლელ წუთისოფელში. ისე რომ ვინარჩუნებთ და შევახერხებთ შევინარჩუნოთ ადამიანური სახე, ადამიანობა, ღირსება და კაცმოყვარეობა ქრისტეს მიერ სიყვარული ჩვენ მოყვარეთა მიმართ. ღმერთმა შეგვაძლებინოს, შეგვენარჩუნებინოს ეს სიკეთეები. ყველას ამას გისურვებთ, რაც ახლა ამ სიტყვებს ისმენთ. გაიხარ, მშვიდობიანი საღამო დროებით.